მოგესალმებით, მე ვარ შორენა ალიბეგაშვილი და ეს არის არხი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად. და დღეს ჩემი სტუმარია ძალიან საინტერესო ადამიანი და თქვენ იცით რომ მე ყოველთვის მომყავს არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ძალიან ცოდნე ადამიანები და ეს ადამიანი არის პირველ რიგში ძალიან კარგი პროფესიონალი თავისი საქმის, ჩემი ახალგაზრდობის და ბავშვობის მეგობარი, ასევე არის დღეს უკვე ჩემი შიფუ, ვინაიდან თქვენ ალბათ იცით რომ ვაგრძელებ ვარჯიშებს უშუს მიმართულებით და წამომცდა ეს არის დიახაც ოსტატი, უშუს ოსტატი და არა მხოლოდ უშუს ოსტატი, ლაშა სუმბულაშვილი, რომელიც მე მირჩევნია რომ გადავცე მას ეს როლი და თვითონ წარადგინოს თავის რეგალიები, ვინაიდან ძალიან ბევრი რეგალია აქვს და ამდენი ნამდვილად ვერ დავემახსოვრე. ლაშა გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა, რომ ნახე დრო, აი ორ სიტყვას ვიტყვი და მერე გავაგრძელოთ, ესე იგი ძლივს გამოვიჭირე. წერდი, მე მგონი 3 თუ 4 თვეა ვცდილობდი რომ მომეყვანა ჩემთან და არასოდეს დრო არ აქვს, იმიტომ რომ დღეში ერთი 500 ვარჯიში აქვს და იმის გარდა ვარჯიშები, ხან რაღაც გასვლითი ტურები და ასე შემდეგ. მოკლედ ლაშა დღეს თვითონ მოყვება საკუთარ რეგალიებს ჩამოგვითვლის. ლაშა დავიწყოთ. მოგესალმები შორენა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა ასეთი კაი წარდგენისთვის, სიმართლე გითხრა, ჩემი ოსტატობა ცოტა შორს არის. მოგზაურებული. ოსტატობა ჩემთვის ცოტა სხვა რაღაცა არის, იქამდე ბევრი გვიკლია ჩვენ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, მივილტვით ოსტატობის კერო და ოსტატეთ და ვიყოთ წარმატებულები ჩვენ ცხოვრებაში. რაც შეეხება ჩემ რეგალიებს, მე ვარ თბილისის უშუს ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე ვარ საქართველოს უშუ სანდას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი. ნუ დანარჩენი უკვე და დანარჩენიც ილაპარაკე. დანარჩენი უბრალოდ ტრენერი ვარ და ნუ ახლა ბევრი არა, უბრალოდ ტრენერი არ ხარ, შენ ხარ შიფუ, შენ ხარ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აძლევს мотиваციას და მათ შორის მეც. როდესაც უკვე 50+ ასაკში ადამიანი დაიწყებ, გაიხსენებ ახალგაზრდობას, ბავშვობას და გააგრძელებ და ერთ-ერთი მთავარი мотиваცია ზუსტად ის არის, რომ გვერდში უდგახარ აი ესეთ ადამიანებს და ეხმარები, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. და შორენას და რა ვიცი, მადლობა ამისთვის, რომ მომიწვიე შენ სტუდიაში, მომიწვიე ამ პოდკასტში და იმედია, რომ რაღაცას მაინც ცოტას გავაცნობ საზოგადოებას უშუს და ტაიჩის მიმართულებით. ნამდვილად და ზუსტად ეგ გვაქვს მიზნად, ჩვენ ძვირფასო მაყურებლებო. მე ვიმედოვნებ, რომ გვიყურებენ არა მხოლოდ ქალბატონები, ვინაიდან ვიცი, რომ ჩემი ძირითადი მაყურებელი ქალბატონები არიან, მაგრამ მჯერა რომ არიან ბატონებიც, მშობლები, ბავშვები და ასევე ყველა ვისაც აინტერესებს რა არის უშუ. მოდი, აი პირდაპირ ცოტა ისეთი კითხვით დავიწყოთ და უშუზე რა თქმა უნდა აუცილებლად ვიტყვით, იმიტომ რომ ზოგადად ნახე ლაშა დღეს ცნობიერება ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე, რომ ადამიანი გამიჯნა გააკეთოს უშუ, ტაიჩი, კუნფუ, ტაიძიცვან, აი რა არის, ანუ ვერ ხვდებიან. მე როგორ ვახვედრებ, მაგალითად აი უშუ, აი იცით აი ბრიუსლი, ან ჯეკი ჩანი. ჩვენც ესე ვარ ზუსტად. აი შენ როგორ ფიქრობ, ლაშა? მე ვფიქრობ ჯობია რომ გავაკეთოთ აი რაღაცა კლასიფიკაცია, რა არის უშუ და რა სხვაობაა უშუს, ტაიჩის და დანარჩენის? თვითონ დასახელება უშუ არის ჩინური სიტყვა და ნიშნავს ბრძოლის ხელოვნება. პირდაპირ თარგმანი ეს არის უ ნიშნავს ბრძოლას, შუ ხელოვნებას, ანუ საბრძოლო ხელოვნება.
პირდაპირ თარგმნიდან გამომდინარე ნებისმიერი საბრძოლო ხელოვნების მიმართულებას ჩინური გაგებით ყველაფერს ეძახიან უშუს და შესაბამისად ჩინელებმა ეს როგორც სპორტის სახეობა ჩამოაყალიბეს და უშუ მოიცავს 300-მდე სტილს თავისი ისტორიიდან გამომდინარე როგორც ვიცით რაღაც 3000 წელზე მეტი ალბათ ისტორია არის უშუსი და ჯერ კიდე შაოლინის მონასტრამდე კიდე არსებობდა ჩინეთში საბრძოლო ხელოვნება ეს ანუ უშუს ხელოვნება და ძალიან დიდი საუკუნეების ისტორია აქვს ამ მიმართულებას, ასე რომ ვთქვა. ხო და აი ვუშუ რატო აი ვუშუ უშუ აი ამაზეც ვუშუ უბრალოდ ჩინური ვუშუ ინგლისურად WT გადათარგმნეს, ქართულად უშუთი, რუსულადაც უშუთი, მაგრამ არსი ერთი და იგივე, ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ვუთი დაიწერება თუ ვუთი, იმიტომ რომ ჩინურად ვუშუ, ანუ თვითონ ეს გამოთქმითი ვუშუ იმიტომ რომ საბრძოლო ხელოვნება, იმიტომ რომ ტონში თუ არასწორად იტყვი, სხვა რაღაცას ნიშნავს, ხო, ჩინურად ჩინურში ხო 4 ტონია და შესაბამისად ტონალობაში ქართულში ეს ტონები არ არის, ინგლისურში, რუსულში ეს ტონები არ არსებობს სხვადასხვა ენებში. აი ჩინურში და აზიურ ენებში, იგივე ვიეტნამურში, იაპონურში ტონებით არის განსხვავება და იქ თვითონ აი უბრალო სხვა რამეს ნიშნავს, სხვა რამეს ნიშნავს და ყველა ტონში სხვადასხვა სიტყვას ნიშნავს. ისე არ გიჭერს გდამახსოვრება აი ამ ყველაფრის? ნუ ტერმინოლოგიურად უკვე მიჩვეული ვარ, ამდენი წელია ამ სფეროში ვარ და ხშირად რო გიწევს ჩინეთში ჩასვლა ყური ხდება, ეს ყური მიეჩვია იმ ტონალობებში და ბევრ რაღაცას ასე თუ ისე. თუ გახსოვს ლაშა ჩვენ საუბრობდით იმის თაობაზე, რომ აი როდესაც ვარჯიშობ იმდენად თავიდან რო გიყურებს ადამიანი თითქოს ადვილი მოძრაობებია, მაგრამ დასამახსოვრებლად იმდენად რთულია და მე დასკვნა საკეთებ, რომ რამდენად გონება უნდა იყოს ჩართული ამ ყველაფერში და რამდენად კარგი პრევენცია არის ძალიან ბევრი დაავადების. ხო, მასეა. კი, რა თქმა უნდა. მე პირადად 12 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში და მე ვნებოდნენ ძალიან გვიანიაო შენთვისო უშუო უკვე, მაგრამ მე ვთვლი რომ გვიანი არასდროს არ არის, თუნდაც 50 და 55 ხაიდენ პაშა იყო ესეთი ისტორიული პიროვნება, რომელიც შაონის მონასტერში დაიწყო ვარჯიში 55 წლის ასაკში და უკვე 73 წლის ასაკში ოსტატი იყო, ცალთიძე იდგა და გენესის რეკორდსმენიც კი გახდა რა. ნუ ეს მონდომება მთავარია. ასე რომ გვიანი არასდროს არ არის, მთავარია ადამიანს უნდოდეს ვარჯიში. რა თქმა უნდა, რაც ადრე დაიწყებ, მით უკეთესი, მაგრამ გვიანი ნამდვილად არასდროს არ არის. მეც 12 წლის, ნუ ეხლა შენთან არ გედრები, ეხლა მე უბრალოდ შემიყვანეს როგორც აი სპორტი, ხო? და 12 წლის ვიყავი და 18 წლამდე დავდიოდი, მაგრამ რის თქმა მინდა იცი ლაშა, აი გამომყვა დღემდე, აი რაღაცნაირია რა. აი ყველა უშუისტი, ვინც არსებობს ზოგადად ნუ საქართველოში და უკვე საქართველოს ანუ საზღვარგარეთ ხო? აი რაღაცა ერთი ვიბრაციის ქვეშ არის. კი, დისციპლინა, ეს აღმოსავლური დისციპლინა ადამიანს აყალიბებს შინაგან მყარ ადამიანად, რომელსაც შეუძლია თავის სათქმელი თქვას ცხოვრებაში, არა უბრალოდ ისე, არამედ აი დისციპლინურად მებრძოლური, მეომრული კუთხით გამომდინარე რა და ყველა საქმეში ცდილობენ რომ თავის ამ სპორტული არა უბრალოდ სპორტი, არამედ სამხედრო ჯარისკაცული და ესეთ უშუისტური დისციპლინით მიუდგეს ნებისმიერ საქმეს. ხო და აი ჩვენ უკვე მივედით იქ, პირველი კითხვა ჩვენი, როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ვარჯიში? ანუ სპორტი დავარქვათ უშუს თუ კი, შეგვიძლია დღესდღეობით უშუ უკვე სპორტია, მაგრამ ჩემთვის არა მარტო სპორტია, ჩემთვის მთელი ცხოვრების წესია, ესე რა ვთქვათ და ბევრი რაღაცა არის საბრძოლო ხელოვნება, ანუ თვითონ უშუ, ჩემთვის ძალიან დიდი ფართო სპექტრია და შესაბამისად უშუში პრაქტიკულად ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია, ესე რა ვთქვათ რა. რაც შეეხება შენ კითხვას, ადამიანი რაც ადრე დაიწყებს, მით უკეთესია, იქიდან გამომდინარე, რომ ნუ ჩვენ მაგალითად როგორც სპორტულ ჯგუფში 6 წლის ასაკიდან ვიღებთ, მაგრამ იყო პერიოდი და არის რამოდენიმე ბაღში ვიყავით შესულები, სადაც 3-4 წლის ასაკიდან ბავშვებს ვავარჯიშებთ. რა თქმა უნდა, მეთოდიკა ბაღის ასაკში ცოტა სხვანაირია ვარჯიშების, სკოლის ასაკში სხვანაირია, უკვე სკოლის შემდეგი ასაკი კიდე სხვანაირია, აქედან გამომდინარე
მწვრთნელმა ტრენერმა ეს უნდა იცოდეს და მიუდგეს ყველა ადამიანს ასაკობრივი ზღვარიდან გამომდინარე მეთოდიკა, ანუ ბაღის ბავშვები, ანუ სკოლამდელი ასაკის ბავშვები სხვა მეთოდიკით ავარჯიშოს, სკოლის ასაკის ბავშვები და მოზარდები სხვანაირად და სკოლის შემდეგ კიდე სხვანაირად და რა თქმა უნდა ასაკში შესული და პენსიონერი ადამიანები კიდე უფრო სხვანაირად ავარჯიშოს, რომ რა თქმა უნდა ეხლა იქ რომ 12, 13 და 10 წლის ბავშვი ყირაზე გადავა და სალტოს გააკეთებს, რა თქმა უნდა ეს 60 და 50 წელს გადაცილებულს პირდაპირ ესე არ უნდა დააწყებინო ყირაზე გადასვლებით, რა თქმა უნდა ყველას თავისი თუმცა რა თქმა უნდა იქაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა ზუსტად მაგის თქმა. ისე აი როგორ მაინტერესებს უბრალოდ აი უშუ ანვითარებს სხეულს, დისციპლინას, ცხოვრების წესს, ანუ დისციპლინაც პრინციპში ცხოვრების წესი თითქმის ერთი და იგივეა, თუ ზოგადად გონებას, ანუ აი რამდენად ანუ სპორტი ზოგადად ახლა, გასაგებია სპორტი, ყველა სპორტი ანვითარებს მეტნაკლებად, მაგრამ აი უშუს კიდე ცოტა სხვა რაღაცა მოყვება. კი, გეთახმები. შორენა, ეგრეა, პრაქტიკულად უშუ არის ერთგვარი აი საბრძოლო ხელოვნება, ანუ სამხედრო ხელოვნებასაც ეძახიან მეორენაირად და აი ამ სამხედრო დისციპლინას, ამ კულტურას, უფროს უმცროსობის პატივისცემას, აი ეს სუბორდინაციას და აი ესეთი კულტურა ჩვენ თავის დროზე ჩინელი ოსტატი ვინც ყავდა სიონ ჭაოშანმა ეს ჩვენ მის მოწაფეებს და იმით მოწაფეებმა ჩვენ ესე გადმოგცეს რომ უნდა პირველ რიგში უფროს უმცროს ვცეთ პატივი რა თქმა უნდა აქ არ არის ბულინგზე აქ არ არის დაჩაგვრაზე აქ არის ლაპარაკი პატივისცემაზე და აქედან გამომდინარე ეს დისციპლინა ყალიბდება უფროსების პატივისცემით მე იქიდან გამომდინარე ვინ არის ადრე მისული ჯგუფი ვის აქ ადრე დაწყებული ასე შემდეგ და შესაბამისად ანალოგიურად ძველი მისული ადამიანი ვინც ვარჯიშობს ჯგუფში ისიც ანალოგიურად ახალ მისულ ადამიანს და საბრძოლო ხელოვნება ვინც დაიწყო მასაც ანალოგიურ პატივისცემენ და აი ესეთი პატივისცემა არის ერთგვარი სუბორდინაცია დაცული აქ და ასეთ სისტემაში ყალიბდება ადამიანი როგორც პიროვნება რომელმაც იცის ვისთან სად როგორ მოიქცეს და შესაბამისად დისციპლინური ადამიანი რომელსაც შეუძლია მე ცხოვრებაში უკვე ძალიან დიდ რაღაცებს წარმატებებს აღწევენ უკვე ესეთი ადამიანები. ანუ ჩათვალე რომ აღზრდის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ანუ ტრადიცია, სუბორდინაცია და ასე შემდეგ, რაც დღეს ნაკლებად არის ну ახალ თაობაში. შეიძლება, ну მე თლათ ვერ ვიტყვი, მაგრამ მეტნაკლებად, ხო. საბედნიეროდ მე ახალგაზრდა თაობასთან ძალიან ხშირი შეხება მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ მოწაფეები მყავს ძალიან ბევრი, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაშიც ვარ რამოდენიმე და ურთიერთობა ბავშვებთან მიწევს, მოზარდებთან, სკოლის ასაკის ბავშვებთან და მე ვიტყვი, რომ კი, თავისუფლად მოაზროვნე ბავშვები არიან თანამედროვე, მაგრამ მწოდნეებიც არიან, იმიტომ რომ ხშირად მათგან მე ბევრი რამე მაქვს ნასწავლი. ნუ ეგ თავის თავად. იმიტომ რომ ბავშვები არიან ძალიან გულწრფელები ხოლმე ხშირად და ასეთი ბავშვებისგან მე ძალიან ბევრი იგივე ცოდნის თვალსაზრისით მით უმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიები ხელს უწყობს ბავშვებს ცოტა სხვანაირად განვითარდნენ. უბრალოდ აი ეს დისციპლინა და სუბორდინაცია და აი ეს ყველაფერი მე რა თქმა უნდა უკვე სწორად როცა ლაგდება სწორი ჯგუფები სადაც არის, სადაც ასწავლიან აი ამ კულტურას, ურთიერთობას, მეგობრობას ჯგუფებში, შესაბამისად იქ უკვე ჯანსაღი ჯანმრთელი თაობა იზრდება და ყალიბდებიან უმაღლესი დონის პიროვნებები, როგორც გოგოები, ასევე ბიჭები. და აი ტექნოლოგიებს შეეხებ, მაინტერესებს აი სოციალური ქსელი, მუდმივი ეს гаджеტებთან ურთიერთობა. ეს ხო ფსიქოლოგიურად ანგრევს ადამიანს. ერთის მხრივ განათლებას აძლევს, მეორე მხრივ ანგრევს, ხო და მით უმეტეს ბავშვს. აი რამდენად უშუ, აი ბავშვი, ჩემი აზრით, მეგობრებო, ჩემი აზრით, ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს ეს სკოლა. აი ცოტა ხანი მაინც 1-2 წელი მაინც აი შეხება უნდა კონდეს უშუსთან იმისთვის, რომ ზუსტად აი ეს თვისებები გააღვიძოს თქვენ შვილებში. ეს ჩემი მესიჯია, როგორც 4 შვილის დედის და 2 შვილიშვილის ბებიის. ნამდვილად ესე არის საჭირო, რომ ელემენტარულად იყო წყნარად და მშვიდად, რომ შენი შვილი სამოავლოდ მავნეჩვევებისკენ არ გადაიხრება, რომ ფსიქოლოგიურად უფრო მყარი იქნება.
ხომ ასეა? კი, გეთახმები, შორნა, რა თქმა უნდა, ეს ტელეფონები და гаджеტები ერთის მხრივ კარგია ტექნოლოგიურად, მაგრამ მეორე მხრივ ხშირად ბავშვები დამოკიდებულები ხდებიან ხოლმე. და აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება მშობელი ჩაერიოს მოზარდის ზრდის და განვითარების პროცესში და აუცილებლად რაღაცას მიამაგროს, რა თქმა უნდა, ისევ ბავშვის და ინტერესებიდან გამომდინარე, რომ დაასაქმოს რომელიმე სპორტში, თუნდაც საბრძოლო ხელოვნებაში, თუნდაც ნებისმიერ სხვა მიმართულებით, სადაც ისწავლის ამ კულტურას და დისციპლინას, სადაც გაიზრდებიან ჩამოყალიბებული პიროვნებები და არ იქნებიან მხოლოდ ამ гаджеტებზე და კომპიუტერებზე მიმაგრებულები და ამ ტელეფონებზე. ხო, და აი წარმოიდგინე ახლა დღევანდელი რეალობა კი, მაგრამ ხო ჩვენ მარტო ბავშვებზე საუბრობთ, მაგრამ ჩემთვის ახლა 27 და 28 წლის ადამიანის ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ ბრძოლის ველზეა და თავის თავს ეძებს და ასე შემდეგ. აი მაგალითად, როდესაც მოდის შენთან 30 წლის, 40 წლის, მე მარტო ქალბატონებს არ გულისხმობ, მამაკაცები ახლა ყველა ახლა ადამიანი 30, 40, 50 წლის. აი შენი დაკვირვებით აჩერებს ანუ უпростоრედ ახანგრძლივებს სიცოცხლეს, როდესაც ადამიანი სისტემურად იწყებს ვარჯიშს უშუთი. ძალიან კაი კითხვაა, შორენა. იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი სპორტული და ზოგადად ფიზიკური აქტივობა, მოდი ესე ვიტყვი, მოდი სპორტს არ ვიტყვი, მოდი ფიზკულტურა. ანუ მე ახლა ფიზკულტურაში ვსწავლობდი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზკულტურასა და სპორტ შორის სხვაობა არის და შესაბამისად ეს ფიზკულტურა, რასაც უშუს ფიზკულტურა და ტაიჩი მოიცავს, არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც აჯანსაღებს ადამიანს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და წამყვანი უნივერსიტეტები, იგივე ოქსფორდი იქნება თუ კემბრიჯის სამედიცინო უნივერსიტეტები, ყველანი ესენი ცალსახად ურჩევენ უშუს და ტაიჩის, რომ ადამიანები უფრო მეტად ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ და პრევენცია გააკეთონ მომავალი ნებისმიერი სხვა დაავადებების მიმართ და იყვნენ ხნეთი და ჯანმრთელობით. მით უმეტეს ალბათ გვახსოვს ჩვენ 2-3 წლის წინ, რომ კოვიდის პანდემია იყო, პრაქტიკულად ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ რიგში ტაიჩის და უშუს ურჩევდა, რომ ივარჯიშეთ სახლში, დარჩით, რომ ისუნთქეთ და ივარჯიშეთ, აკეთეთ ესენიო და ეს ისეთი პრევენცია იყო იმ დროისთვის, რომ ბევრი მეუბნებოდა და მათ შორის მე ვაკეთებდი ონლაინ გაკვეთილებს, ჩემი მეგობრები გერმანიიდან, ამერიკიდან მერთვებოდნენ და ვიჯექით და ონლაინ ზუმის მეშვეობით ვაკეთებდით ჩართვას და ვარჯიშობდით იგივე ციგუნებს, იგივე ტაიჩის და ასე შემდეგ და ნამდვილად საოცარია ლაშა, ეხლა მე არ ვიცი მაყურებელი ვინც იცის და ვინც არა. აი იმ პერიოდში ზუსტად დავიწყე მარათონი ჩემ ფეისიოგის და ნუ რაც მახსოვდა, ეხლა რა თქმა უნდა ყველაფერი ისე კარგად იდეალურად, მაგრამ რა ბაზაც მქონდა, რა ცოდნაც მქონდა სუნთქვის პრაქტიკების. შენ წარმოიდგინე, ნუ იმ პერიოდში როცა ჩაკეტილი ხარ და არ იცი ახლა ხვალ რა იქნება, მაგრამ რაში გამოვიჭერე ჩემი თავი პირადად. აი სათხოც აი კრიზისის მომენტში შენ უკვე ამოგიტივტივდება ის რაღაცები და აღარ გატრიგირებს იმდენად, იმიტომ რომ მობილიზებული ხარ. იმდენად მობილიზდი, ანუ ჩემი მდგომარეობა, გონება, რაღაც აი ყველაფერი რაც მახსოვდა გამახსენდა და ქალბატონებს, ნუ ჩემი აუდიტორია მაინც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძირითადად ქალბატონები არიან, დილიდან საღამომდე სუნთქვის პრაქტიკები, ვასწავლდი როგორ უნდა სწორად შეისუნთქეთ, გააჩერეთ, გამოისუნთქეთ და სხვათა შორის ძალიან ბევრს დაეხმარა და იმდენ ბედნიერ წერილს ვღებულობდი. მე პირადად ძალიან მადლიერი ვარ უშუსი და მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ და მშობლების, რა თქმა უნდა, რომ აი შანსი მომეცა და შევედი აი ამ საოცარ, არ ვიცი რაც დავარქვა. ნუ ჩემთვისაც ეს ცხოვრების ნაწილია, მე კი არ ვარ უშუისტი, მაგრამ ჩემ პროფესია. რა თქვია, არა ხარ, რამდენი ხანია ჯერ როდის დაიწყე და მით უმეტეს ახლა აგრძელებს შენ. უბრალოდ აი პროფესიაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, ძალიან დიდი. პრაქტიკულად დაიწყე ისევ ჯანმრთელი ცხოვრებით ნამდვილად და აი ეს განახლება და რესტარტება და ნამდვილად და ძალიან მინდა აი ჩემი დიდი სურვილია შენი დახმარებით ლაშად, რა თქმა უნდა თქვენი ასოციაციის დახმარებით და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ველნეს და ჯანსაღი ცხოვრების ასოციაციას გვერდში დგომისთვის და ასევე უშუს ფედერაციას, რომ მოგცა საშუალება და დააგვითმო დღეს ლაშა
და ვაგრძელებთ ახლა მაინტერესებს რა. რამდენად უშუს შეუძლია შეცვალოს ადამიანის ფსიქოლოგია? დღეს ყველა ფსიქოლოგია. მოდი ვიტყვით რეალობად. დღეს ყველა ცდილობს რომ ზოგი კვანტური ფსიქოლოგია, ზოგი მიდის მედიტაციაში, ზოგი, ანუ აი ეს ადამიანები ყველა ეძებს საკუთარ თავს და ნუ სხვადასხვა მიმართულებებს ირჩევენ. მე მაგალითად ვთვლი, რომ უშუს თვითონ აი დაოს ფილოსოფია იმდენად სიღრმისეულია და იმდენად რა ვიცი, აი ჩემი აზრით უკონკურენტოა რაღაც ნაწილობრივ, ხო? მასაც შეუძლია თუ ადამიანი სწორად ჩაღრმავდება და შეისწავლის აი ეს ცოდნა და სწორი პრაქტიკები, მოძრაობები, ადამიანს თავისუფლად შეუძლია გამოიყვანოს თავისი თავი აი ამ სტრესებისგან, რა სტრესებშიც არის დღეს გარემო. და აი როგორ არის შესაძლებლობა? რა თქმა უნდა, უშუ ძირითადად მაგას უწყობს ხელს. მე პირადად პატარა ასაკიდან როცა დავიწყე ვარჯიში, ჩემი ფიზიკური მონაცემები გამიძლიერა და ფსიქოლოგიურად გამამყარა. ბევრ რაღაცაში მომცა თვითრწმენა, რომ მე შემიძლია ბევრი რამის გაკეთება. მე რასაც ვლაპარაკობ, ახლა ჩემი ცხოვრებიდან ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიძახი და შესაბამისად ჩემი მოწაფეებს, ვისაც უყურებ, ვინც იყვნენ ზუსტად ესეთი ზოგი დათრგუნული, ზოგი ცხოვრებისგან თითქოს დაჩაგრული, თითქოს სადღაცას აი შუა ოკეანეში რაღაცა ნავზე შემოჯდნენ, ამ უშუს ნავზე და დავიწყეთ ერთად სურვა და ერთმანეთს ვეხმარებით ამ ცხოვრების ოკეანეში, რომ გადავლახოთ, უსაფრთხოდ და ზუსტად უშუა ის ნავი, სადაც გვეხმარება, რომ მივიდეთ ბოლომდე ნაპირამდე რა და რომელიც აი გვასწავლის შინაგან სიმშვიდეს. რა თქმა უნდა, არსებობს დაცემები, რა თქმა უნდა, არსებობს ფეხის წამოკრა, მაგრამ სხვანაირად ვერ წახვალ წინ, თუ არ დაეცი, ფეხზე ვერ წამოდგები. რა თქმა უნდა და ზუსტად უშუს ბაზა, უშუს ფუნდამენტი, თუნდაც ის ფიზიკური ვარჯიშები, თუნდაც ის შინაგანი ენერგიის ვარჯიშები, როგორც არის ციგუნი და ტაიჩი, შესაბამისად გვეხმარება, რომ ვიყოთ მყარები ამ ქაოსურ ოკეანეში რა და ძალიან მე პირადად ბევრ რაღაცაში ხელი შემიწყო და დღეს სადაც ვარ ზუსტად უშუს დახმარება და დახმარების მადლიერი ვარ ღმერთის რომ აი აქამდე ესე მომიყვანა და მადლობა ღმერთს რომ აი უშუს წყალობით და უშუს დახმარებით ბევრ რაღაცა ცხოვრებაში აღვიქვი და შევიმეცნე. ლაშა, აი სიმართლე რომ გითხრა, მე მაინტერესებს რა კიდე და არა მხოლოდ მე. ძალიან პოპულარულია დღეს ფიტნესი და მე პატივს ვცემ ყველა ადამიანს, ვინც დადის, ვარჯიშობს, შრომობს, ცდილობს აი ეს ყოველდღიური დისციპლინა და ასე შემდეგ. მაგრამ იმასაც ვხედავ და ვაკვირდები და მე აუცილებლად უნდა დავპატიჟო ფიტნესის მიმართულებით აი ესევე გურუებს შევარჩევ თქვენთვის და ჩემთვისაც, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს მეც და გვჭირდება ჩვენ ასოციაციაში ესეთი ადამიანები, ვინც მართლა კარგად გათვითცნობიერებულია ყველა მიმართულებაში. რომ ავამაღლოთ ადამიანების ცნობიერება, იმიტომ რომ ძალიან უჭირს ადამიანებს ახლა სოციალურ ქსელში აირჩიო კარგი ტრენერი, კარგი გურუ და ჩვენ აი ზუსტად ამის შესაძლებლობას გააძლევთ. ძალიან დაკვირვებით ვარჩევთ ადამიანებს და დღეს ცოტა მინდა შევეხო, აი არ მიყვარს შედარებები, მაგრამ ცოტა პატარა შედარება გავაკეთოთ. ფიტნესი და უშუ, პილატესი, აერობიკა და აი სხვადასხვა მიმართულებები. ძალიან მიხარდა ეს კითხვა რომ დამისვი, თუმცა ხშირად ამას არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას. უშუ ეს იგივე ფიტნესია. ტაიჩი იგივე ფიტნესია და არის სწორი ჯანსაღი ფიტნესი, იგივე პილატესი. პრაქტიკულად პილატესის ისტორია მეტნაკლებად ვინც დღესაც შეუძლია ნებისმიერ ამა დაგუგლოს, გაიგოს, ვინ იყო ჯორჯ პილატესი და საიდან როგორ აისწავლა და პრაქტიკულად პილატესში ძალიან ბევრი ტაიჩის სისტემა არის აღებული, უშუს სისტემიდან არის აღებული და მე არის უკვე ჩამოყალიბებული როგორც ცალკე მიმართულება პილატესის და მე თვითონაც ძალიან დიდ პატივს ვცემ პილატეს და ძალიან მომწონს და მე თვითონაც გავლილი მაქვს კურსები და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საერთო აქვს უშუსთან და პრაქტიკულად
თითქმის ერთნაირი მიმართულება, უბრალოდ უშუში არის უფრო საბრძოლო ხაზით, იქ არის გამაჯანსაღებელი ხაზით და ერთი მეორეს არაფერში არ ეწინააღმდეგება, პირიქით ავსებს ერთმანეთს და ამდიდრებს ერთმანეთს ეს და ტაიჩიც ხო? ტაიჩი, დიახ, ტაიჩი თანამედროვე საზოგადოებაში ტაიჩით არის უფრო ცნობილი, რასაც ჩინელები თაიძიც ვანს ეძახიან და ზუსტად პილატესში არის ბევრი რამე თაიძიცვანის სისტემიდან აღებული. და რა მე მგონი პილატესში. კი, იგივე ფიტნესის სისტემებში. საუბრობდით შენ თქვი რომ აი მე მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემი შვილი კალათბურთელია და სხვათა შორის ჩემი ერთი ბიჭი, ყოფილი ფეხბურთელია და რაღაც მომენტში მისი ცხოვრების აი კარიერულ ზრდის პროცესში რო იყო, შევიყვანე უშუზე და ამის წინ აი რო ვემზადებოდი გადაცემისთვის ვკითხე რომ მაინტერესებს მაინც ახლა უკვე დიდია, უკვე ვაშკაცია და ვკითხე მეთქი აი თუ გახსოვს მეთქი რომ დადიოდი, რამე ხო აი რა მოგცა, აი ფეხბურთში რა მოგცა, ძალიან ბევრი, თუნდაც ის რომ ვისწავლე უფრო კარგად ფოკუსირება, ანუ ეს თვითონ კუნთების გაწელვა და ასე შემდეგ და მე ესეც ამასაც შევეხეთ ჩვენ მეორე კალათბურთელია და შენ მითხარი რომ უშუში არის ესეთი ვარჯიშები, რომელიც ზუსტად რომ რაღაცა იმ თვისებებს განავითარებს, რომელიც ჭირდება, ანუ ფაქტურად ეს არის საფუძველი, მოდი ასე ვთქვა. კი, აი სწორად აღნიშნე შორენა, ეს არის მართლა, რო იტყვიან, ფუნდამენტური ვარჯიშები, რომელიც არა უბრალოდ საბრძოლო ხელოვნებაში გეხმარება რაღაცა ორთაბრძოლის ელემენტი, არამედ გეხმარება ცხოვრებაში იყო ძლიერი გადარჩე, შეგეძლოს ნახტომის გაკეთება, იგივე სწრაფი გარბენა, სპრინტი იქნება თუ მარათონი იქნება. ეს თავისთავად ეს ბუნებრივია. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ დაგჭირდეს ქუჩაში, ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ თემა ისაა, რომ იგივე მოცეკვავეებთან ურთიერთობა მქონია, იგივე რაგბისტებთან, კალათბურთელებთან, ფეხბურთელებთან, მოცურავეებთან, წყალშემხტომელებთან და სადაც მიმუშავია, ვისთანაც მიმუშავია, ყველას რო იტყვიან ალპინისტებთან კიდე 100%-იანი შედეგები მიგვიღია იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ბევრ რაღაცაში თუნდაც ის მოქნილობის ვარჯიშები, თუნდაც ის სწორი ხერხემლის მდგომარეობა, სწორი ანატომიური მდგომარეობა, რაც თვითონ უშუს ბაზას სწავლის, იმიტომ რომ თითოეული ანატომიური სტრუქტურული განვითარება, ადამიანის სწორი განვითარება ეხმარება პრევენციას, რომ მერე ტრავმა არ მოხდეს ამა თუ იმ მიმართულებაში და ესა თუ ის კუნთი სწორად განვითარდეს და სწორად ჩამოყალიბდეს და შეეძლოს სწორი ნახტომი, შეეძლოს სწორი სირბილის, შეეძლოს სწორი დგომი, სწორი ვარდნა, სწორი სუნთქვა, რომ არ მოხდეს მერე რაღაც ტრავმები და რაღაც ესეთი დიდი შეცდომები ცხოვრებისეული. სხვათა შორის ლაშა არ ვიცი შენთვის არ მომიყოლია ალბათ, მაგრამ მე მქონდა ესეთი ინციდენტი. ავედით ჩვენ ერთ-ერთ კურორტზე, საკმაოდ ცნობილს ახლა აქ არ მინდა ეს არ გამოვიდეს რეკლამა, ხო? და ვათვალიერებთ დავდივართ ძალიან ისე ცოტა გაპრანჭული ქუსლებით და არის თოვლი, არ მოველოდი, იმიტომ რომ ქალაქგარეთ არის. და ვიყავით სამი გოგო. სადღაც 1-8 წლის წინ იყო შეიძლება ასე და რაღაც ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი ვინც მახლდა, მთხოვა, რომ იქ ცოტა ამინდმა გამოიდარა და დაიჭირეო ჩემი ზედაო რაღაცა გაიხადა და მე იქ წავალ რაღაცებს გადავიღებ. და კარგი მეთქი და რაღაცნაირად ისე მომაჩოჩა, რომ მოვსრიალდი და ისე რაღაცნაირად დავტრიალდი და დავეცი. ოღონდ აი როგორ დავეცი, იცი ძალიან მეცინებოდა მე თვითონ. რაღაცნაირად აი ესე. და წევარ და ამ დროს ის მორბის, ეს მეორეც და რამე ხო არ იტკინე რაღაც და მე არ ვდგები. ამ დროს ახლა შენ მიხვდებოდი რას ვაკეთებ, აი სუნთქვა, მობილიზაცია, ფოკუსი, მეთქი, აი კრიფავდი ჩემ თავს, რომ ავდგე მეთქი რამე არ იყოს ისე როგორც დიხანია გავაკეთე, რასაც ქვია. ავდექი რაღაცა აი პატარა რაღაცა მქონდა, თუ ძალიან დავარდი, ოღონდ კარგად დავტრიალდი.
ეს ორი იდგა, მიყურებდა და რას აკეთებდიო? შეგიძლია გვიხდა რატო არ დგებოდი? გვეგონა რომ რაღაცა ხდება, სუნთქვას, ანუ ესმოდათ რომ რაღაც მომენტში სუნთქავდი, რაღაც მომენტში არა. ოღონდ აი ნახე რა მოხდა ლაშა, მიხვდით იმისა რომ აი ესე აქტიურად მე ადრეს გითხარი არ ვარჯიშობდი, ხო? აი როგორც ახლა ვარჯიშობ. აი ეს აი კრიზისულ მომენტში ჩაირთო. აი ირთვება, რაღაცნაირად თავისთავად მუშაობს. კი, აი ნამდვილად, აი რაღაცნაირად სხვანაირად მუშაობს. ეტყობა სხეული მაინც იმახსოვრებს, ხომ ასია ამ ყველაფერს, გონება სხეულიც და რაღაც მომენტში როცა ჭირდება, ის თითქოს უჯრა იღება და იქიდან გამოდის ის რაღაც მოქმედებები, რომელიც ამოუცნობია, აი ვერც ახსნი, რატომ გააკეთე და საიდან ასე უცებ მივხვდი რა უნდა გაგეკეთებინა და კიდე რა მინდა ვთქვა ჩემ მაყურებელთანაც აი უშუზე შე რო თქვი face yoga-ში მაგალითად ახლა აი ჩვენ რო ხო ვლაპარაკობთ რომ სრულყოფილად თუ ადამიანს რატომაც გონია რომ face yoga არის მარტო ვარჯიშის სახის ამ დროს დღეს აი ვინც არის ჩემთან მარათონში მერე და მერე უკვე ხვდებიან რომ ჩვენ მაგალითად სახის ვარჯიშს ვიწყებთ ტერფიდან. ანუ გახურება ტერფის, სისხლის მიმოქცევა, სისხლის მიმოქცევა რაღაც პატარ-პატარა ილეთები გამაჯანსაღებელი ლიმფური სისტემის და მე გადავდივართ სახეზე. აი რამდენად წარმოიდგინე, აი ყველგან არის უშო, მე არ ვიცი ახლა ძალიან ალბათ ბევრს საუბრობ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომაც ძალიან მინდა რომ ყველა ბავშვი იყოს და რა ვიცი მოუწოდებ თუ ვინმე გვიყურებს სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან, რა ვიცი ორგანიზაციები, მე ვთვლი რომ უშო აუცილებელია face yoga-ც, მაგრამ ხო და უშო აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, იმისთვის რომ გადარჩეს. მე ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ ჩინეთზე აღარ არის ლაპარაკი, ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყნები უკვე ეგეთ სავარჯიშოებს აკეთებენ აზიაში, სხვა შორის იაპონიაში, კორეაში. გაკვეთილების შუალედებში, ანუ დიდი გაკვეთილების, სადაც ესა დიდი შესვენებები, სადაც არის 15 წუთიანი, 10 წუთიანი შესვენებების დროს ფიზიკური აქტივობას ეს უშუს ვარჯიშებს აკეთებენ, იგივე კოორდინაციის ვარჯიშები, სხეულის ესეთი ანუ ფიზკულტურის ვარჯიშები, ახლა დღეს შეგვიძლია ფიტნესშიც ვნახოთ ანალოგიური სისტემები, უბრალოდ არის ესეთი პაუზების დროს გამაჯანსაღებელი ვარჯიშები უშუს ელემენტებით, რომელიც სისხლის მიმოქცევას აძლიერებს და ადამიანს ხელს უწყობს, რომ იყოს უფრო მხნეთი და ჯანმრთელად. სხვათა შორის ერთი რამე გამახსენდა წლების წინ პირველად ჩინეთში რომ მიფრინავდი ჩინეთის ავიახაზებით სტუარდესებმა შუა გადაფრენის დროს 9 საათიანი ფრენა ჰქონდა და მთელი ამ ფრენის განმავლობაში 3ჯერ თუ 4ჯერ ყოველ 2 საათში ერთხელ თუ რაღაცა ესე სკამებზე ხო ვიჯექი თვითფრინავში გვაკეთებინებდნენ ვარჯიშებს რაღაც მხრების ეს და ხელების თეძოთი იმითი რომ სისხლის მიმოქცევა გაძლიერებულიყო და იმდენად მომეწონა ეს ვარჯიშები აი აქ თვითონ გამცილებლები თვითფრინავის გამცილებლები აკეთებდნენ და ჩვენ გვამეორებინებდნენ მთელი ეკიპაჟი ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და მთელი ესენი გზავრები რა რომ ძალიან მომეწონა იმიტომ რომ პრაქტიკულად ის ვარჯიშები რაც ჩვენ უშუში უბრალოდ დამჯდარ მდგომარეობაში ვაკეთებდით რომ სისხლის მიმოქცევა არ გაჩერებულიყო რა ნახე რა კაია როცა აი ერთ ვიბრაციაზე არიან ადამიანები რაღაცები როგორ მე გამახსენდა რა იცი მიფრინავდი ამერიკაში ხო არის ახლა იქ დიდი ფრენა და მე ყველაზე მეტად აი ეს შეშუპება, როგორც ახლა Facebook არ შემიძლია რა და უფრთხილდები რომ ზედმეტი არსად არაფერი და მაქსიმალურად ისე ჩავიცვი რომ კი ყველა მეუბნებოდა ლენტები, ბინტები და არ შემიძლია რა ჩვეულებრივად ისე თავისუფალი ტანსაცმელი და მეთქი ჩემ რაღაცა ვარჯიშებს გავაკეთებ. და თვითონ აი კიდევ ერთხელ უბრუნდები იმას, რომ ლოგიკურად როცა უკვე აზროვნებ და შენს ხელს როცა უსმენ, თვითფრინავი, ეხა გასაგებია, რომ ყველა წევს, ძინავს, ცდილობს რომ რაღაცნაირად იმოძრაოს. ავდექი, გავედი იქ, სადაც არის ცოტა თავისუფალი ზონა და დავიწყე ლიმფოდრენაჟის ტექნიკების გაკეთება. იქ ცოტა, როგორც არის ახლა, ხო?
დგას სტიუარდესა მიყურებს და მეკითხება რა საკეთებო და მეთქი რო არ შევშუბდე უხსნი ხა ჩემ ინგლისურად ხა არც ისე იდეალური მაქვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რო ხედავ იქიდან ერთი ადამიანი მიყურებს და შეიძლებაო მოვიდეო იმ სტიუარდესას ცეუბნებო და კიო მოდიო და ერთად იქ კარგად ვივარჯიშეთ ისე ჩამოფრინდი ლაშა საერთოდ როგორიც გავფრინდი ისეთი ჩამოფრინდი და ძალიან გამიხარდა. და აი კიდევ ერთი მაგალითი, აი სად შეგიძლიათ გამოიყენოთ უშუს ვარჯიშები და face yoga. მე ყველგან რო იმაშვები, მაგრამ მართლა მუშაობს. ეხლა ნახე, უშუ ხო არის სხეული, ხომ ასეა? და სახე ხო სხეულის ნაწილია და როდესაც შენ ამუშავებ ამ ყველაფერს ესეც თუ ჩართული გაქვს უკვე სრულყოფილება ხარ და ეხლა რა მინდა ლაშა მოდი პატარა ესეთი ბლიც კითხვები და უпростоეთ მითითებები თუ შეიძლება მითხარი ბავშვებისთვის აი ბავშვები ეხლა ასე კი ჩვენ უფრო აი ბაღის შემდგომ ასაკი კი აი ერთი მთავარი სარგებელი შენი მიმართულებით, აი რა სარგებელს გამოიტანს თუ დაიწყებს უშუთი ვარჯიშს. ერთი კი არა, ბევრი სარგებელი მოაქვს ორენ. აი თავარი, აი ხოთი აი პირველი რაც მოდის თავში ახლა. თავარი რაც არის თვითრწმენა. ძალიან მაგარია. თვითრწმენა და ადამიანი თავის თავში პოულობს პირველ რიგში პიროვნებას, რომელსაც შეუძლია ბევრი რამე გადალახოს და გააკეთოს. და აი ეს რწმენა მე ეს მომცა პირადად უშუმ და მასწავლა საკუთარ თავთან ბრძოლა და საკუთარ სისუსტეებთან. კი, ნამდვილად და მე მომწონს ეს გამონათქვამი რო იძახიან ყველაზე დიდი წარმატება არის, როდესაც შენ თავთან გაქვს, აი შენ თავს როგორ არის ქართულად? შენ თავს რომ მოერევი. ხო. საკუთარ სისუსტეებს, კი. ხო და აი ზრდასრულისთვის მაგალითად ერთი მიზეზი რატომ უნდა დაიწყოს მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი. წმენა გასაგებია, მაგრამ აი კიდე რაღაცა გვინდა. პირველ რიგში ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ის თვითრწმენა, მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი რა. ადამიანები ჩვენ ყველანი ვართ ინდივიდი პიროვნებები, რომელსაც ვიღაცა მაგალითად შეიძლება 6-7 წლის ასაკში იყოს ბრძენი და შეიძლება 60 წლის ასაკში იყოს სულელი. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, თუ რა განაპირობებს ამას მეტა? ეს ინდივიდუალური ამას ეს ერთი ღმერთმა იცის, ჩვენ არ ვიცით. უბრალოდ ადამიანები ვითარდებიან ეტაპობრივად. ვიღაცა ადრე მწიფდება, ვიღაცა გვიან მწიფდება. ეს ინდივიდია დამოკიდებული, შესაბამისად უშუ და საბრძოლო ხელოვნება ამას ხელს უწყობს, რომ უფრო დროზე წამოიწიოს ეს წინა პლანზე და გახდეს უფრო აქტიური და დააჩქაროს ეს პროცესი რა. ანუ ახანგრძლივებს სიცოცხლეს. თავისთავად სიცოცხლის ხანგრძლივობა კიდე ცალკე თემაა და ეგ პრაქტიკულად უშუს საბაზისო სისტემაში შედის, იმიტომ რომ დღესდღეობით ალბათ მთელმა მსოფლიომ გაიცნო უშუს მიმართულება, რასაც ქვია ტაიჩი და თაიძიცვიანი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს იყოს ჯანმრთელი, მხნე და პრაქტიკულად სულ ახალგაზრდა, რო იტყვენ აი ეს ფიზიკური ვარჯიშები, აი ეს ტაიჩის ფიტნესი, ესე რო ვთქვა, ტაიჩის ფიტნესი წამოყენებულია უმაღლეს პლანზე, რომელიც ეხმარება ადამიანს იყოს სულ მხნედ, სულ ჯანმრთელად, სისხლის მიმოქცევა სულ აქტიური იყოს და ხანდახან დამცინიან ხოლმე, როგორც კაი გაგები დამცინიან, რა არისო, შენ არ ბერდები, უფრო ახალგაზრდავდებიო და არ ვიცი, ალბათ რისი ბრალია, შეიძლება გენეტიკაც არის, შეიძლება რაღაც, მაგრამ პრაქტიკა იმას გვაჩვენებს, ვინც მათ შორის ჩემი მეგობრები, ვინც წლებია უკვე უშუს ვარჯიშობს, რომ სულ მხნედ და პატარა ბიჭებივით და გოგოებივით გამოვიყურებით, ვინც სისტემატიურად ვარჯიშობს ამ მიმართულებას რა. ანუ ბიოჰაკინგის ფაქტიურად ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ასე გამოდის. კი, შეიძლება აგრეთ და wellness კონცეფციის მე ვთვლი, რომ wellness კონცეფცია დღეს მეხოთ იმისა, რომ ჯერ კიდე ძალიან ბევრი ადამიანს არა გათვითცნობიერებული რა არის wellness-ი და აი ყველაფერს უკვე wellness ეძახიან, თუმცა wellness-ი როგორც უშუა ესეთი სიღრმისეული ფილოსოფია, მოიცავს ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ
მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი აი ესეთი საფუძველია, მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ამ ფილოსოფიის გარეშე. მე მაინც ფილოსოფიას დავარქმევ, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ მარტო სპორტი, არანაირად არ არის. ეს არის, აი, არ ვიცი. კი, სპორტი არის, მაგრამ სპორტთან ერთად ხელოვნება და ფილოსოფიაც არის. შენი მენტალური, ფიზიკური, ენერგეტიკული სხეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ხო, და ძალიან დიდი სოფხედველობაა, ბევრ რაღაცას ანვითარებს. კი ბატონო. საბრძოლო ხელოვნება. აი, ლაშა რა მინდა იცი, დღეს არის თითქმის ყველა ადამიანი, ბავშვები, ზრდასრული ადამიანები, ყველა ზის გაჯეტში. კი. ყველა ტელეფონშია. პლუსი აქვს, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის. ჩვენ დროს სად იყო ამდენ ბიბლიოთეკები იყო და იქ ვიჯექით წიგნებში და რა დრო გეკარგებოდა, რომ შენ ელემენტარულად რაღაცა აზრი გამოგეტანა, ხო? დღეს სწრაფად შეგიძლია მიიღო ინფორმაცია. მაგრამ ამავე დროს, აი ეს სისწრაფე, რომელიც მე არ მომწონს, 5 წუთში უნდა ჩასვა მთელი ფილოსოფია. წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ აღარ გიყურებს, აღარ გისმენს. ანუ ასე იძახიან, აი TikTok-ი მაგალითად, ჩქარა ილაპარაკე, ბევრი ილაპარაკე, მთავარი წინადადები თქვი და აი ასე ვითარდებიან ძალიან ბევრი. ანუ მოისმინა ჩასკროლა, კიდე მოისმინა ჩასკროლა, თავისთვის რაღაცა იმას გონია, რომ საკმაოდ კარგად განვითარდა ამასობაში და მე აი ესეთი ადამიანები აღარ აქვთ, აი როგორც ჩვენ დროს იყო, მაგალითად, მე ვარ აი რატომ აი ეს ჩემი კითხვა რატომ მქონდა როგორც აი ერთ-ერთი ჩემი მნიშვნელოვანი და მთავარი კითხვა. აი რაღაცას რო სწავლობდი, ყოველთვის ვისმევდი კითხვას რატომ, მე კიდე რატომ და აი რატომ და ზუსტად აი ამ კითხვით სიღრმისეულად გავდიოდი იქ, საიდანაც გამომქონდა ის ინფორმაცია, რომელიც მჭირდებოდა. ამაში მიდიოდა ძალიან დიდი დრო, ეხლა მეთანხმები შენ, ეხლა წარმოიდგინე, ჯერ უნდა იპოვო წიგნი, წყარო, მერე უნდა იპოვო ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც გჭირდება, უნდა გამოიწერო, სად იყო ეხლა ესე სწრაფად, როგორც დღეს, მაგრამ ესეც ანვითარებდა გონებას და სხვანაირად ანვითარებდა. მე ეხლა ჩემი კითხვა ნახე რაში მდგომარეობს. რამდენად იმხრობი შენ თვითონ, აი უბრალოდ პიროვნულად ეს უშუსთან კავშირში არ არის, მე მაინტერესებს, რამდენად ემხრობი შენ აი ესეთი ტიპის განვითარებას ადამიანების. როგორ რაღაცა არის, შორენა, ჩვენ გვინდა არ გვინდა ცხოვრება მიდის წინ. გვინდა არ გვინდა პროცესები მიმდინარეობს და ჩვენ თუ ამას ფეხს არ აუწყობთ, პრაქტიკულად ჩამორჩებით. შესაბამისად მე მაგალითად და ჩემი მეგობრები რაღაც წიგნი რო გვინდოდა, ამის გამო ბავშვობაში, მაშინ 16-17 წლისები ვიყავით, მოსკოვში გადავფრინდით, რომ რაღაცა წიგნი გვეყიდა და გადმოფრინდით და ჩემო მეგობარმა მაშინ რაღაცეები გაყიდა, იმის გულისთვის, რომ ძალიან ძვირფასი რაღაც ხმალი გაყიდა მამამისის ნაკონი, რომ გადავფრენილიყავით, ეს წიგნი გვეყიდა და ჩამოგვეტანა უშუზე იყო მათ შორის და ტაიჩის და ბაგვას ტექნიკები იყო და აი ამის გამო აემხელა ხარჯები გავიღეთ, ამხელა რესურსი ადამიანური, რომ ეს მიგიღო. თუმცა დღეს ტელეფონს აიღებ და დასკროლავ და ქვეყანა რაღაცას ადგილიდან შეგიძლია თუ ვერ იპოვი ინტერნეტში, ბოლოს და ბოლოს გამოიწერო და იყიდო და ძალიან მარტივია და წაიკითხო, ხო? და თვითონ აი ეს სიღრმისეული განათლების მიღება, მაგრამ ადამიანზეა დამოკიდებული. ნახე, მაგის თქმა მინდა. ინდივიდს თუ აინტერესებს რაღაცა, პირიქით რაც მალე მიიღებს მაგ ინფორმაციას, პროცესი დაჩქარებულია, გინდა არ გინდა და მალე აკეთებ ამ პროცესის გენერირებას და აკეთებ განვითარებას და მუშაობას საკუთარ თავზე. ახლა წარმოიდგინე, ჩვენ სადღაცას ერთ კვირაზე მეტი მოგვინდა ამ ამბავში, რომ ჩავსულიყავით, ჩავფრენილიყავით მოსკოვში, გვეყიდა ეს წიგნი და უკან ჩამოფრენილიყავით და ეს პროცესი ხო რამხელა ადამიანის რესურსი წავიდა. და როცა შენ შეგიძლია აიღო ტელეფონი და უცბად იქვე რაღაც მაქსიმუმ ნახევარ 1 საათი ვთქვათ და უკვე ეს ინფორმაცია გაქვს და მე დაждები წაიკითხავ. მაგრამ აი ნახე მე მაგალითად ძალიან ვაფასებ ადამიანებს რომელშიც არის
ძალიან დიდი აი ესეთი გზა გავლილი აი შენაირი ადამიანები და აი ესეთი ადამიანები, ვისაც აქვს საკმაოდ სიღრმისეული გზა გავლილი და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის აი ესეთი აი როგორც ადრე რო იყო, ხო იცი ეს სტარტსებს რო დასვავდნენ და მე ახალგაზრდობა რო ისმენ და მაგათ გამოცდილებას და ასე შემდეგ რო შიფუ მაგალითად ჩვენი ხო აი ესე რო დასვავდა ყველას და უყვებოდა ისტორიას და აი ამ სიღრმისეულ რაღაც მეცნიერულ და ფილოსოფიურ რაღაც ანუ ხვდები მე ვფიქრობ რომ აქ არის კიდე აი ის გამოცდილება და ის მივხვდი რასაც მეკითხები დაახლოებით მივხვდი არა სწრაფად მიღებული პროდუქტი არ არის აი მოდი ესეთ კაი რაღაცას ვეტყვი ინფორმაცია მიიღო ერთია და დაამუშავო მეორეა აი ანალოგიურად რასაც მეკითხები მე ვხვდი ეგ ანუ მე შეიძლება ინფორმაცია თუნდაც იგივე წიგნი თუნდაც იგივე რამე ლიტერატურა ანუ ვიდეო რაღაც ვიდეოები რო იყო ძალიან გვიჭირდა ხოლმე ჩვენ საერთაშორისო ფედერაციიდან გამოგვეწერა და ამას თვეები ჭირდებოდა მანამ ის ვიდეო კასეტები ჩამოვიდოდა და შევხედავდით მაგრამ ამას ხო ჭირდება მუშაობა და ვარჯიში და მუშაობა და ვარჯიშს იგივე დრო ჭირდება რაც მაშინ ჭირდებოდა არაფერი განსხვავება არ არის შენ განვითარებაში ანუ ფიზიკურ განვითარებაზე მაქვს ლაპარაკი თუმცა ინფორმაციულად მე შეიძლება ამ ჭიქაზე მივიღო რაღაც ინფორმაცია მაგრამ მე რო ეს ჭიქა გავაკეთო რაც მაშინ ჭირდებოდა დრო ამ ჭიქის დამზადებისთვის ანალოგიური დრო მჭირდება ანუ ჩემი ფიზიკური მე რო ჩემი კუნთი განვავითარო ჩემი მოქნილობა განვავითარო ჩემი სუნთქვის და უნარჩვევები და რაღაცები განვავითარო იგივე დრო მჭირდება რაც მე 30 წლის წინ მჭირდებოდა აი ნახე ის პრიჩა რო არის აი მე მინდა აქ აი ეს უკვე აქ გინდა არ გინდა უბრალოდ სწორად იღებ ინფორმაციას დღეს და უფრო სწორად მალე ინფორმაციული ვაკუუმი ნაკლები გაქვს მაგრამ ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით ფიზიკურად ბიცეპს ტრიცეპსის კუნთის განვითარება თუ მჭირდებოდა მაშინ ხო რაღაც დრო იგივე დრო მჭირდება არაფერი განსხვავება არ არის უბრალოდ ეხლა უფრო ლიტერატურულად ბევრი ინფორმაცია მაქვს და ვიღებ მარტივად ამ ინფორმაციას თორე მაგრამ მუშაობა ამ ტექნიკის იგივე თუნდაც ავიღოთ მარტივად უნდა ვისწავლოთ აიჩის ფორმა თუ შენ 10000 ჯერ არ გააკეთებ ვერ ისწავლე აი ხა მინდოდა მეთქვა რომ აი ერთი და იგივე მოძრაობა თუ შენ 10000 ჯერ 10 ჯერ რო გააკეთო მაინც ვერ ისწავლე ვერ დააჩქარებ მაგ პროცესს აი ის გახსოვს ცოდინება ეს პრიჩა არის რომ ერთი გემი გაფუჭდა და იქ მოვიდა ანუ ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოძახებული ვერაფრით ვერ ასწორებდნენ რაღაცა ნიუანსი იყო იქ არ მახსოვს ზუსტად მაგ ინგლისურად მაგ წაკითხული და შემდეგ აი ეს ვინც არის მფლობელი გამოიძახეს ვიღაც პიროვნება რომელიც შევიდა გამოვიდა 3 წუთში გააკეთა ის რაც დღეები ვერ შეასრულეს და საკმაოდ დიდი თანხა დაასახელა ნუ რაღაცა $20,000 თუ რაღაცა და ის მფლობელი იძახის რომ რა 3 წუთში $20,000 და ზუსტად იმას ეუბნება რომ მე 20 წელი დამჭირდა იმისთვის რომ ის გამეკეთებინა რაც ნუ ხო კი ბატონო აი ეს იმ ლოგიკასთან ახლოს არის აი ხვდები აი იმას ვიძახი რომ ის რაც ნელ-ნელა გინდა არ გინდა აი მე შეიძლება დღეს მივიღო უდიდესი ინფორმაცია მაგრამ დამუშავებას დრო ჭირდება ამ ინფორმაციას მე ის გამოცდილება რომ ცოტა დავარდები ადგები რაღაცა შენზე მოარგებ და აი ზუსტად მე ნავიკებს ეძახიან მაგას უნარჩვევები ხო აი ეს მე ჭირდება და აი როდესაც ესეთი ადამიანები შენსავით და კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანები ჩვენს გვეყოლება სტუმრად გამოდიან და ახალგაზრდებს აი ამას გადასცემენ აი ეს არის უძვირფასესი ჩემი აზრით ხო მასია და მეთანხმები ალბათ ეს თვითონ იმ ახალგაზრდებმა უნდა დააფასონ ნუ აი მე ეს მესიჯი მაქვს რომ უნდა დააფასონ და უნდა კონდეთ სურვილი ხო იმიტომ რომ ნახე ასეთი ადამიანისგან აღებული ინფორმაცია უფრო დაფასებულია ჩემი აზრით. ხო, ალბათ, იმიტომ რომ ახლა წლები თავისაშვება, ის ახლა როცა ერთი მოძრაობა 10000 ჯერ გაქვს დამუშავებული, გინდა არ გინდა, ვიღაცა რომ მოვა და 10 ჯერ გააკეთებს, შეზე უკეთესად მაინც ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ეს ფიზიკური ფაქტია აქ რა. მე მაგალითად ყველას ვეუბნები ჩემიანებს სანამ მაქვს ეს ენერგია და სანამ სურვილი მაქვს რომ გაგიზიაროთ
გამოიყენეთ კი, ეს, კი, იმიტომ რომ კი, მე კი. სურვილიც აღარ გაქვს. იცი როგორ არის? აი ეტაპი გაქვს რა ცხოვრებაში. ახლა მე შენზე ცოტა უფროსი ვარ და აი როგორი ეტაპია, იცი? რაღაც აი 2-3 წლის წინ მიხოთ იმისა, რომ მე ამჯერა, აი ასაკი, ისა ეს ამჯერა, მაგრამ ნახე რა ხდება, ადამიანი გადადის სხვა ეტაპზე და უკვე მოთხოვნილება აღარ გაქვს იმის, რაც შეიძლება ვთქვათ 2-3 წლის წინ. თუ მაგალითად ეხლა გინდა რომ გაუზიარო სხვას, ის ცოდნა, გამოცდილება, ის ინფორმაცია, მე უკვე შენში შედიხარ, ანუ გინდა რომ შენზე დახარჯო ის ენერგია, უფრო განვითარდე ვთქვათ, უფრო რაღაცა და აღარ გინდა ვთქვათ რაღაც. ანუ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, გამოიჭირო ადამიანი იმ момენტში, როდესაც მას აქვს სურვილი, რომ გაუზიაროს სხვას თავის გამოცდილება. უკვე ნელ-ნელა ჩვენ ცოტა ხანში დავამთავრეთ, უკვე კითხვები გამოგველია, თუმცა ძალიან ვემზადებოდი, ძალიან მინდოდა რომ ყველანაირად, ყველა სფეროს შევეხო. და ერთი კითხვა არის ისეთი, სიზარმაცე. რომელიც დღეს არის როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში. და სიზარმაცის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ცნობილი ფრაზა, მე დრო არა მაქვს. აი ეზარება, მაგრამ ნუ გონია რომ დრო არ აქვს. აი ამ შემთხვევაში რა რჩევა შეიძლება მიცეთ ადამიანებს? უიმე შორენა, როგორი კითხვა დამისვი რა. მე ჩემზე ზარმაცი ადამიანი არსებობს, მე არ ვიცი. რა სიძახი. ესე იგი, იცი როგორ მეზარება? სანამ მოგიყვანა დედასპიცა ვარ, იქ მივდივარ, აქ მივდივარ, იქ ვავარჯიშებ, აქ ვავარჯიშებ. მეთქი. მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი რა. ნებისმიერი ადამიანები ბუნებით ვარ ზარმაცები. გინდა არ გინდა ადამიანს გვაქვს ეს სისუსტე. არავინ არ მითხრას რომ არა. ყველანი ვართ მეტნაკლებად ზარმაცი, უბრალოდ ვიღაცას აქვს მეტი პასუხისგებლობა, ვიღაცას ნაკლები და აი პასუხისგებლობიდან გამომდინარე, ვცდილობთ ვიმუშაოთ ჩვენ თავზე და ამ სიზარმაცეზე, რომ დავძლევოთ ეს სიზარმაცე. ნუ პასუხისგებლობა ყველას არ აქვს. ხო და ამას ვიძახ. არა, ამასაც ვერ ვიტყვი, არა აქვს, ესეც ცალსახად არ შეიძლება, არა აქვს, არა. უბრალოდ ვიღაცას მეტი აქვს პასუხისგებლობის შეგრძნება, ვიღაცას ნაკლები. და იქიდან გამომდინარე, როცა პასუხისგებლობა მაღალია, სიზარმაცე კლებულობს. და როცა პასუხისგებლობა დაბალია, სიზარმაცე მატულობს. და აქედან გამომდინარე, აი მაგალითად, ვარ მოსასვლელი დილით 8 საათზე ვარჯიშზე. პასუხისგებლობა რომ აქ ავდგები 6 საათზე, მომწესრიგდები, მოვიწესრიგებ, რომ ავდგე და ვიცი რომ 8 საათზე უნდა ვიყო. ეს სიზარმაცეა. სიზარმაცეა, მაგრამ ნახეთ თუ ეგები, ანუ ფიზიკური, არა, ნახეთ, არსებობს კიდე მეორე ფაქტორი. ნუ ეხლა წინა ღამეს თუ 2 საათზე დაწექი, რა თქმა უნდა 6 საათზე და 7 საათზე ადგომა გაგიჭირდება. ფიზიკურად გაგიჭირდება, იმიტომ რომ არ ყოფნი ზილი, ეს სხვა თემაა. მე ვიძახე, აი ჩვეულებრივი საშუალო სადაც 6-7 საათი რო გძინავს, ნუ და პასუხისგებლობა თუ გაქვს ადგები, ხა თუ გინა რომ 8 და 10 საათი იძინო და გეზარება წასულა და პასუხისგებლობა ნაკლები გაქვს, რა თქმა უნდა იზარმაცებ და არ წახვალ იმ საქმეს არ გააკეთებ და ცოტა რო ვთქვა, ფეხებზე დაიკიდებ ესეთ რაღაცას, მაგრამ როცა პასუხისგებლობა გაქვს, ამ სიზარმაცეს გადაგალახინებს. იმიტომ რომ ადამიანები ვართ, გვინდა არ გვინდა, ყველას გვაქვს რაღაცა ეს სიზარმაცის ფაქტორი, მაგრამ როგორც კი ჩვენ პასუხისგებლობას გვიძლიერებს, ზუსტად ახლა უშუშ მე ბევრი რაღაცა გამიძლიერა, თუნდაც ის პასუხისგებლობის შეგრძნება, უშუ მომცა და ამ საბრძოლო ხელოვნებამ ის რომ საკუთარ თავზე ვიმუშავე, რომ ჩემი თავისთვის მეჯობნა. და ამ სიზარმაცისთვის მეჯობნა, ამ რაღაცეებისთვის მეჯობნა. შენ ახლა ბავშვობიდან და ვინც ახლა მაგალითად იწყებს ცოტა ეს შუა საკში, აი იქ უკვე აქვს ჩამოყალიბებული აი ეს თუნდაც ეს ხასიათი არ არის ისეთი პასუხისგებელი რაღაც არაფასებს სხვის დროს და ანუ როგორც ხდება. კი, გასაგებია, მაგრამ ამიტომ თუ თვითონ ადამიანს უნდა რომ განვითარდეს, როგორც ფიზიკურად ისე შინაგანად. მაშინ უნდა აიღოს პასუხისგებლობა თავის თავზე, იმუშაოს, განვითარდეს და წავიდეს წინ. თუ არა და უბრალოდ ერთ ადგილზე დადგება და მტკნარი წყალივით დალპება და დაჭაობდება და წინ ვერ წავიდა. ნუ შეიძლება იცი რა მე და როგორ ფიქრობ, იცი აი პასუხისგებლობა აი რაღაც მოქმედებასთან არის მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს ალბათ სურვილი.
თავისთავად. აი შინაგანი. თავისთავად ადამიანს თუ აქვს სურვილი რომ განვითარდეს, ზუსტად სწორედ თქვი. სურვილი უნდა გქონდეს, მას რომ უნდადეს განვითარება. ხა მას თუ არ ვიდა განვითარება და არა, უნდა აქვს, მაგრამ სურვილი არა. აქ არა, აქედან უნდა გინდოდეს. აქ ბერს უნდა რომ მილიონერი იყოს, მაგრამ რა შეჭირდება ის მილიონი არავინ არ იცის რაში დახარჯოს. როგორ მოექცევა, შეიძლება პირიქით დაიღუპოს მილიონებით. ამიტომ ეს არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არსით გინდოდეს და არა უბრალოდ მინდა სიტყვით. ლაშა, მედიტაცია, ლოცვა, მე ვიცი რომ შენ ძალიან მორწმუნე ხარ და ძალიან ცოტაზე მეტი ნათქვამია. მორწმუნე ადამიანი ხარ და ლოცვა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრების ნაწილია. როგორ უყურებ მედიტაციას და შენთვის ეს უბრალოდ როგორც უშუის საკითხები, უბრალოდ მაინტერესებს ვინაიდან დღეს ძალიან პოპულარულია მედიტაცია, ყველა ცდილობს ამ კუთხით იპოვოს საკუთარი თავი, თავის მენტალურ სხეულთან კავშირი დაამყაროს და აი შენ როგორ უყურებ ამ ყველაფერს? ანუ შენთვის ერთი მადლობა ამ შეკითხვისთვის, ხშირად სადაც ყოფილი ვარ, მინდოდა რომ დაესვათ ეს შეკითხვა და ბევრს არ დაუსვია. ეს აქ არ მეწერა, ეს ახლა მოიტანა. ძალიან კარგი. ნახე როგორ რაღაცაა შორენა, თვითონ მედიტაცია ჩემთვის არ არის უბრალოდ იდგე და რაღაცა იძახო რაღაც პოზიციაში. მედიტაცია არის კონცენტრირებული აზროვნება. და კონცენტრირებული აზროვნება არის აი ახლა ჩვენ აქ საუბრობთ, ჩვენ მედიტირებთ. კი. აი მე გესაუბრები, ჩემ აზრს გადმოგცემ, შენ მესაუბრები, შენ აზრს გადმოგცემ, მე ვიზიარებ შენას, შენ იზიარებ ჩემ აზრს. ჩვენ ურთიერთშორის მიდი ახლა ამ წუთას მედიტაცია. აი ეს არის მედიტაცია, კონცენტრირებული აზროვნება ამა თუ იმ სფეროში. გასაგებია. ანალოგიურად, ლოცვაც არის ერთგვარი მედიტაცია. თუ ლოცვას შევადრით, ხო? აქედან გამომდინარე, მე რო ვარჯიშობ, თუნდაც ვატრიალებ თავს, ხრებს, ხელებს, ფეხს, რაღაცას ვაკეთებ. ის არის დინამიური, აქტიური მედიტაცია ჩემ შინაგან სხეულთან და ჩემ სხეულში ვმუშაობ, რომ განვავითარო ჩემი სხეული და მედიტირებ, ანუ კონცენტრირდები ამა თუ იმ სფეროზე. და ნებისმიერი მედიტაცია იშიფრება ესე. კონცენტრირებული აზროვნება არის მედიტაცია, უდრის მედიტაციას. ფოკუსირება. ხო, თუ სხვა დანარჩენი ვინმე რამე აინტერესებს, იქ უკვე დანაყოფებად შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია სუნთქვაზე ვიმედიტიროთ, შეგვიძლია ამა თუ იმ სფეროზე ვიმედიტიროთ, გავშალოთ, საჭმელზე ვიმედიტიროთ და აი რაღაცა სუნებზე ვიმედიტიროთ, მაგრამ ჩაიზე. ხო, ჩაიზე, ანუ ბევრი რაღაცაა, ვიღაცა ღვინოზე მედიტირებს და ასე შემდეგ. ანუ რის თქმა მინდა, რომ დღესდღეობით მედიტაცია ზოგიერთებს სამწუხაროდ გონიათ, არის უბრალოდ დაჯდე და გახვიდე სადღაცას. ეგ არ არის მედიტაცია, მე ამას თამამად ვიტყვი ყველგან და სადაც საჭირო იქნება, რომ მედიტაცია არ არის არსად გასვლა, მედიტაცია არის აქ და ახლა მყოფობა. როცა მე აქ ვარ, ახლა ვარ და შენთან ვზივარ, მე ახლა წარმოგიდგენთ, შენთან ვლაპარაკობდე და მე სადღაცას იქ თუნდაც ვარჯიშზე ვფიქრობდე. ხო. ანუ მე შენთან პრაქტიკულად ვერ ვიქნები, მომიწევს იქ ვიღაცაზე ფიქრი, იმას ის გაუსწოროთ, ანუ ჩემი აზრები არ იქნება დალაგებული, იქნება გაფანტული და ანუ მე ვერ ვიქნები კონცენტრირებული და ვერ ვიქნები არ იქნება სრულფასოვანი, ხო? აქედან გამომდინარე, მე როცა ვარ აქ, უნდა ვიყო აქ და ეს არის მედიტაცია. აქ და ახლა მყოფობა არის მედიტაცია. ანუ ადამიანი, როდესაც ვარჯიშობს, იქნება ეს ფიტნესი, პილატესი, არ აქვს მნიშვნელობა, ის უნდა იყოს მედიტაციაში. კი. ზუსტად. საკუთარ თავთან. და როდესაც ლოცულობ, შენ მედიტაციაში ხარ, ღმერთთან ურთიერთობ და ღმერთთან საუბრობ. ანუ ფოქუსირება კონკრეტულზე, ანუ შენ და ზუსტად ეს არის. ასე. შენ და ის კონკრეტული თემა, რასთანაც კონცენტრირდება. და აი ეს ძალიან მინდოდა ამ თემისთვის, ანუ ცოტა ხო იცი, მე რაღაც ჩემი კონტენტი მაინდა-მაინც არ არის ისე, რომ ამაზე ვისაუბრო ჩემ ბლოგში და ამიტომ ძალიან მინდოდა სწორ ადამიანთან გამევლო, იმიტომ რომ ადამიანები ვერ აკეთებენ სწორ ფორმულირებას იმ კონკრეტულის, იმიტომ რომ ყველას გონია, რომ თუ დაწვა და წევს ხო, ნუ ზოგს გონია დაწვება მხოლოდ შივასანას პოზაში და
თუმცა ეგეც მედიტაცია, მაგრამ ვიღაცა თუ შენ პირობითად შივასანას პოზაში წევხარ და შენ ფიქრობ იქ რომ რაღაცა საქმეები გაქვს სახში, იქ მისალაგებელი გაქვს, დასაღაცები გაქვს, ეგ აღარ არის მედიტაცია. ანუ შენ არც იქ ახარ და არც იქ ხარ. სადაც ხარ, პირობითად რეცხავ ჭურჭელს, გარეცხე ჭურჭელი, მედიტირე კონკრეტულად აკეთე. ეგ არის ოსტატობა. წევხარ, ისვენებ ბოლომდე დაისვენე და ბოლომდე მედიტირდი იქ. ნუ პრინციპში აი ამ სფეროში საერთოდ ნებისმიერი მიმართულებაში, რაშიც ხარ, უნდა იყო ბოლომდე იქ და დაიხარჯო იქ. ეგ არის სწორი, კონცენტრირებული აზროვნება, რასაც აღმოსავლურად მედიტაციას ეძახიან. თუმცა კიდე გეუბნე მედიტაციის ბევრი ფორმა არსებობს, არ ნიშნავს კონკრეტულად ჯდომა ან წოლა, თუმცა შეიძლება იარო და იმედიტირო. აიჩი აკეთო იმედიტირო, ხელფეხი იქნიო იმედიტირო. ვიღაცა შტანგას წევს და იქ არის მედიტაციაში, იქ მედიტირებს. ახლა ვიღაცა რო 200 კილოს აწევს, იქ თუ არ არის ბოლომდე ჩამჯდარი იმ 200 კილოს და არ კონცენტრირდება, ის ვერ აწევს ის რო ფიქრობს სადღაცას იქ რაღაც სხვა რაღაცაზე, იმას ვერ მოეკიდება უბრალოდ. 200 კილოს კი არა, 2 კილოს ვერ აწევს. აქედან გამომდინარე, უნდა იყო იქ, სადაც ხარ და ბოლომდე კონცენტრირდე იმაზე, რაზეც კონცენტრირებ და ეგ არის სწორი მედიტაცია. ეგ არის კონცენტრირებული აზროვნება. აი, მაგას ქვია მედიტაცია, ესე რომ ვთქვა. და აი ტრანსცენდენტალური მედიტაცია TMS, რასაც ეძახიან, აი იქ ეგ უფრო სიღრმისეულია, ტრანსცენდენტალური მედიტაცია, კი, ეგ არის გონებაში შედიხარ, კი. მაგრამ იქაც უნდა იყო იქ და არსად სხვაგან. თორე შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მე მაქვს ეს პრაქტიკა. იქაც ანალოგიური პრაქტიკაა. იქაც თუ შენ და მეხმარება სხვა შორის პერიოდულად, როცა იმაშვები, შევდივარ ამ მედიტაციაში, მაგრამ იქაც თუ ფოკუსს ვერ იჭერ, მე გაფანტული ხარ. ზუსტად ეგ არის, ზუსტად ეგ არის, შორინა, ზუსტად ეგ არის. ეგეც სწორი ვიბრაცია უნდა დაიჭირო შენს ხელში. კი, ზუსტად ეგ არის. კიდე ერთი კითხვა, ანუ სტრესი, ნეგატიური აზრები, აი ეს არაპოზიტიური აზროვნება, აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა უმკლავდებოდეს ადამიანი თუ ის არც მედიტირებს, არც ლოცულობს, არც ვარჯიშობს, არაფერს არ აკეთებს. უბრალოდ აი დადის და ეძებს ხან რა ვიცი, ტაბლეტს, ხან ადამიანს, ხან კიდე რაღაცა სხვადასხვა მავნე-ჩვევებს და ამ დროს არსებობს იმდენი არჩევანი. აი მე უბრალოდ შენი რჩევა მინდა, მესმის რომ ცოტა რთული გამოვიდა ეხლა ეს ყველაფერი რომ ანუ თუ არაფერი არ უნდა როგორ რაღაცა იცი ადამიანს თუ არ უნდა რომ თვით განვითარებაში და დახარჯოს რესურსი რამდენიმე არ უნდა ურჩიო და შენ არ უნდა ურჩიო მე და შენ კი არა მილიონმა კაცმა რომ ურჩიოს აზრი არ აქვს ანუ თვითონ უნდა უნდოდეს რომ თავისთავი განავითაროს და თავისთავი ესე რომ ვთქვათ იმ ჭაობიდან სადაც შეიძლება ამ წუთას არის ამოიყვანოს თუ ის არ ფიქრობს თავის იმ ჭაობიდან ამოყვანაზე, ჩემი რჩევა კი არა და მილიონი კაცი თავზე რო ედგეს და ურჩიოს არ აზრი არა. რუსულად არის გამონათქვამი, არეცადო, რუსულად არ ვიტყვი, მაგრამ ქართულად გადავთარგმნი ახლა, არეცადო გამოყვანა ადამიანების ჭაობიდან, შეიძლება ეს არის ერთადერთი არა ჭაობიდან არა გრეაზი როგორ არის? ტალახიდან. ეს არის მათი ერთადერთი ადგილი არსებობის. ანუ არ ჭირდება რა, უბრალოდ კი, რა თქმა უნდა. ახლა წარმოედგინე, ანუ მერცმა შემინდოს ახლა ქრისტეს სიტყვებს გამოვიყენებ მარგალიტს ნუ დაუყრი ღორებსო. ხო. ადა ღორს თუ უყვარს ტალახში წოლა ის ტალახში უნდა იწვეს, იმიტომ რომ მისი საქმე იქ არის და შენ რო ამოიყვან იქიდან ის დაიჭრებ ღრუტულს და შენს გაგსვრის და სხვასაც გასვრის და შეშ მას თუ უყვარს ტალახში კოტრიალი იკოტრიალოს. თუ მოვა ადამიანი და მეტყვის მოდი რა, აი მინდა რომ გამოვიდე ტალახიდან და დამეხმარე, რა თქმა უნდა დაეხმარები, მაგრამ ეს მისი არჩევანი უნდა იყოს. თუ მისი არჩევანი ეს არ არის, მე რამდენიც არ უნდა ვეკაჩო, ის მეც გამსვრის და სხვასაც და საკუთარ თავსაც აი მაგალითად გეუბნება დამეხმარე, დაეხმარე და მე ისე შედის. მე თავისი პასუხისგებლობა ეგ მე არა მე დავეხმარები. და მეორედ გეხვეწება დამეხმარე. მე რა მეორეჯერ კი არა, მეათეჯერაც დაეხმარები. ხო, მაგრამ მე ასეჯერაც დაეხმარები. ეგ უკვე შენი არჩევანია, გინდა დაეხმარები, გინდა არა, მაგრამ აი ისე სახარების გამოვიყენებ იქიდან გამომდინარე რომ
რამდენჯერ მიუტევო უფალო და 7ჯერ 70, რამდენჯერაც გთხოვს იმდენჯერ უნდა მიუტევო. ანუ რამდენჯერაც გთხოვს დამეხმარე იმდენჯერ უნდა დაეხმარა. ხა ეგ ჩვენი ადამიანური ერთგვარი ვალია. კი. თვის წინაშე. ხო და ეხლა თუ მას უნდა რომ ამოვიდეს იმ ჭაობი და რა თქმა უნდა დაეხმარები ამოიყვანე ერთხელაც და 10ჯერაც და 100ჯერაც, მაგრამ თუ მას არ უნდა მე რამდენიც არ უნდა აქეთვე კაჩო. ნამდვილად. და აი ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ აი ასეთ ნოტაზე დავამთავრებთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ძლიერ თემას შევეხეთ, ძალიან მნიშვნელოვანს. დღეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, wellness-ის მიზანი და ჩვენი ასოციაციის და ზოგადად ჩვენი აი ესეთი კომუნიტების გაერთიანებების და აი სწორი ადამიანების, სწორი ვიბრაციების ადამიანების გაერთიანების მიზანია, რომ დავეხმაროთ ყველა ადამიანს, ვისაც უნდა რომ გამოვიდეს და გადავიდეს სხვა ეტაპზე. და ჩვენ თავაზობთ ზუსტად ყველანაირ რესურსს, როგორც ასევე ჩვენი არხია, აი ეს ახალგაზრდობის ფორმულა, ეს არ არის მხოლოდ ახალგაზრდა, ეს უბრალოდ ფორმულირება, ანუ ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დავარქვა და არ მინდოდა ყოფილიყო ესეთი რაღაც ბანალური. ახალგაზრდობა დღეს, აი ჩემი გადმოსახედიდან არ არის მხოლოდ აი ნაუჭი არ კონდეს. ადამიანი შეიძლება იყოს ახალგაზრდა და ბებერი, ანუ სული კონდეს. სულით იყოს, არა ბძენი, არამედ რაღაცნაირი სოფხედველობი, ხო? და შეიძლება ადამიანი იყოს საკმაოდ ისეთი, ოღონ ეს ის თემა შენ რო შეეხერო, შეიძლება 60 წლის ასაკში ადამიანი უტვინო. ანუ აქ უტვინო არა. უტვინო არა, ხო. უბრალოდ ენერგია კონდეს უფრო მეტი, აი ეს ჭი კონდეს უფრო მეტი, ვიდრე 20 წლის ადამიანს. და დღეს ძალიან ხშირად ხდება, ხო? ანუ ენერგეტიკული რესურსი შეიძლება 20-25 წლის ადამიანს ნაუჭი საერთოდ არ კონდეს და არ მოყვებოდეს და 65 და 70 წლის ადამიანს მოყვებოდეს ეს ჭი ენერგია. და რა არის ამის აი ეს გასაღები? ეგ არის ადამიანმა თავის თავში, თუნდაც იმ 65 და 70 წლის ასაკამდე რომ მივიდა ასაკობრივად დაბადებიდან მთელი სიცოცხლის მანძილზე, თავისი რესურსი, რო იტყვიან, თავისი ბატარეები, ეს ეკონომია გააკეთა და ივარჯიშა თავზე თავის განვითარებაზე. შესაბამისად, იმან თავის თავში რესურსი დახარჯა, რომ სიცოცხლის აი იმ ასაკამდე 60-ია თუ 70-ია თუ 80 ბოლომდე იხარჯება და ბოლომდე სიცოცხლით სავსეა. არ გაფანტა ის არ გაფანტა დრო. ხო, უბრალოდ არ მიმოფანტა. თუმცა მე საუბედუროთ მინახავს ადამიანები, რომლებიც 35 და 33 წლის ასაკში სასიცოცხლო რესურსი დაუხარჯავთ და დღეს სამწუხაროდ ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ვიცი ადამიანები, ჩემზე ასაკოვანი ადამიანები და ბედნიერი ვარ რომ ვიცნობ ეგეთ ადამიანებს და მყავს მეგობრები, რომლებიც 65, 70, 80 წლის ასაკში არიან უჯამრთელესი და მხნეთ და ენერგიულები. და მე ეგეთი ადამიანებისგან ძალიან ბევრს სწავლობ და მადლობელი ვარ ეგეთი ადამიანების, რომლებიც ჩემ ცხოვრებაში არსებობენ და გარშემო. კი, ძალიან დიდი მოტივატორები არიან. და ძალიან ვაფასებ ასეთ ადამიანებს და ზოგადად. იმიტომ კი არა, რომ ეხლა ჩვენც ასაკი გვემატება და ეხლა მერტმა დაგვიფაროს, უნდა მოგვემატოს ასაკი, აბა. მერტმა დაგვიფაროს დაგვაკლდეს. ყოველთვის მომწონდა ძალიან ვაფასებდი ასაკოვან ადამიანებს, აი ვინაიდან მე თვითონ ბაბუების და აი ბაბუების ინსტიტუტი მაქვს უფრო აი ბებიებიც მყავდა რა თქმა უნდა, მაგრამ აი ბაბუები მიყვარს, იმიტომ რომ აი ჩემი ბაბუები ძალიან ბევრ რაღაცას მასწავლიდნენ, ძალიან ცხოვრებას მასწავლიდნენ პირველ რიგში. და ასევე რა თქმა უნდა რაღაც დანარჩენ იმ საფუძველს, რომელიც მაქვს ახლა, რა თქმა უნდა, მშობლებისგანაც, მაგრამ მშობლებიც ხო ბაბუების და ბებიების გაზრდილები არიან. სათანადოდ მავნე ჩვევებს შევეხოთ და ამით ალბათ დავამთავრებთ, თუმცა მე აზე მგონია, რომ უსასრულოდ შეიძლება ვისაუბროთ ბევრ თემაზე. ხო, ბევრ თემაზე. მოდი ვთქვათ მავნე ჩვევებზე, როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი, როდესაც სანამ პრევენცია
და შემდეგ იქიდან რეაბილიტაცია. მოდი ესე დავსვავ საკითხს, ისე კითხვას. რას ვეძახით მავნე ჩვევას? მავნე ჩვევა არის მაგალითად სიგარეტის მოწევა. პირობითად ძალიან გავრცელებული რაც არის. მავნე ჩვევა არის იგივე ალკოჰოლისკენ მიდრეკილება, მავნე ჩვევა არის იგივე ნარკომანიასთან და ასე შემდეგ. ბევრი მავნე ჩვევებია. საუბედროდ შეიძლება ჩვენს გქონდეს რაღაცა წვრილი მავნე ჩვევები, რომელიც ერთ შეხედვით სულაც არ იყოს მავნებელი, ამ დროს რაღაც დოზით მავნებელიც იყოს რაღაც სიტუაციებში, ხო? ხო და თუ ანუ ისევ იქიდან გამომდინარე, რას წეღან ვისაუბრე, ადამიანს თუ უნდა რომ მოერიოს თავის თავს და ამ მავნე ჩვევას. მისი არჩევანი უნდა იყოს ეს. თუ მას არ უნდა და აი ბევრჯერ სამეგობროში ვინც ეწევა თუნდაც სიგარეტს, გინდა რომ გაანება. აი მინდა, მაგრამ სიამოვნებს მოვწე. სიამოვნებს მოწე, მაშინ ეს იგი არ გინდა. სიტყვით გინდა ერთია, საქმით მეორეა. და ვინც მაგალითად ალკოჰოლს სვავს, ანალოგიურია, ანუ აი რო კითხო ძალიან, აი რო კითხო ადამიანს, კი აი ძალიან მინდა, მაგრამ ვერ უმკლავდები ჩემ თავს. ნახე როგორ რაღაცა შორენა, მოდი მე ესეთ რაღაცას ვიტყვი. აი მაგალითად მე მომწონს პირობითად ტკბილი საჭმელი, მაგრამ როცა ვიცი რომ ზედმეტი შაქარი არის მავნებელი ჯანმრთელობისთვის. პირის გემოზე მომწონს, პრობლემა კი არ არის, პირიქით კარგია, მაგრამ როცა ვიცი რომ ზედმეტი შაქარი ავნებს ჩემ ჯანმრთელობას, ჩემ იგივე, რავი რა, ბევრ რაღაცაზე ვიცით ხო, რომ შაქარი დიდი დოზით ანგრევს ჯანმრთელობას და არ არის კარგი. იძულებული ხდები, როცა იცი რომ ეს არ არის კარგი. მოაკელი, თქვათ, 3 შაქარი კი აღარ ჩაიყარო, 1 ჩაიყარო. იქ 3 ნაჭერი ტორტი კი არ შეჭამო, 1 ან 9 ნაჭერი ტორტი შეჭამო სადღაცას ხარ. არა, აი ესეთი დოზები, თუმცა თუ გინდა რომ მოერიო საკუთარ თავს, უნდა დაიწყო შენ თავთან ბრძოლა, შენ სისუსტეებთან, აი ამ გემოთ მოყარეობასთან და ასე შემდეგ. თუ ასე არ იმუშავე, უბრალოდ გამოდის რომ რამდენი რჩევა მე არ უნდა მივცე ვინმეს, ჩემი რჩევით არაფერი არ ეშველება არც ერთ ადამიანს, იქიდან გამომდინარე თვითონ უნდა უნდოდეს საკუთარ თავს და საკუთარ მავნე ჩვევას და საკუთარ სისუსტეებს მოერიოს. და ზუსტად საბრძოლო ხელოვნება მაგითია კარგი, რომ აი ამ სისუსტეებს შინაგანად გაძლევინებს, იმიტომ რომ პირობითად აი აკეთებ მარტივ მაგალითს მოვიყვან, ვარჯიშზე მოვიდა ადამიანი, ვისაც უნდა რომ გაძლიერდეს, იყოს ძლიერი ფიზიკურადაც, საბრძოლო ხელოვნებიც ისწავლოს, ხელფეხის ქნევა რაღაცა. ეუნები, მოდი აი 10 ნაბიჯი გააკეთე ჩაკუზული. აუ, ვერ გავაკეთებ მას. რატო? აუ, აი სუსტი ვარ. მე რა, მოდი ცადე, 1 ნაბიჯით დაიწყე. მე ხო არ გეუნები თავიდან, 1 გააკეთე. მეორე ვარჯზე მოხვალ, 1.5 გააკეთე, მესამეზე მოხვალ, უკვე 2 ნაბიჯი გააკეთე, მეოთხეზე მოხვალ, 2.5 და ასე შემდეგ, ნელა ეტაპობრივად განავითარე შენი ეს უნარჩვევები, რომ მე 10 ნაბიჯით გააკეთო ჩაკუზული და 100-იც. და როგორც კი იწყებ უკვე შენ თავზე აი ესე მცირე დოზებით განვითარებას, რა თქმა უნდა, ახლა პირველ კლასელს, მე-10 კლასელის მასალას ვერ მისცემ. იმიტომ რომ არ არსებობს, ვერ აითვისებს. უნდა მისცე პირველ კლასელის მასალა, რომ ნელა გადალახოს, რომ მეორე კლასში გადავიდეს, მეორე კლასელს მისცე, მეორე კლასს მე ხა მეოთხე და მეხუთე კლასის მასალას ვერ მისცემ. თუმცა ინდივიდები არიან, ვიღაცები შეიძლება პირველივე კლასში ვუნდერკინდი იყოს და მე-10 კლასის მასალას აითვისოს, მაგრამ ეგეთი ინდივიდები ძალიან იშვიათია. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი თუ მოდის და გეუბნება რომ ნელა მინდა რაღაცები მავნეჩვევები გადავლახო, აი ესეთი პატარა დოზებით უნდა დაიწყოს. რომ საკუთარი თავი დაძლიოს და მოერიოს თავის საკუთარ სისუსტეებს. თქვათ სვავს. აი მაგალითად არის ესეთი მომენტი, რომ არ შემიძლია დავლიო მხოლოდ 3 ჭიქა. აი 3 ჭიქის მერე მეწყება და მინდა რომ მე რა მაშინ საერთოდ არ გაეკარო, საერთოდ ნუ გაიხედები იმ სუფრისკენ თუ ესეთი კატასტროფაა. თუნდაც ის 1 ჭიქის მერე თუ გეწყება, რომ იტყვიან მოთხოვნილება და 3-ს ვეღარ ჩერდები და 10 ჭიქაზე გადადიხარ, მაშინ საერთოდ შეეშვი, იმიტომ რომ საერთოდ ნუ გაეკარები იმ სფეროს. იმიტომ რომ საერთოდ ნუ წახვალ იმ სუფრაზე, სადაც დასალევია, ან თუ წახვალ თავი შეიკავ, საერთოდ ჭიქას არ გაეკარო. ანუ ისე დისციპლინას შინაგანად უნდა უნდოდეს ადამიანს საკუთარ თავზე მუშაობა, რომ განვითარდეს. თორე სხვანაირად უბრალოდ საცდურები ბევრია, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი რა. არ არსებობს წინსვლა დაცემის გარეშე. ეკი. თუ არ დაეცემი, თუნდაც ერთხელ, თუნდაც ორჯერ, ვერ წახვალ და ვერ ისწავლე წინსვლას.
ეს დაცემებიც ერთგვარი ჩვენი განვითარების გზა არის. მაგრამ გარემოც ხო გჭირდება იმის თავისთავად გარემო გინდა არ გინდა. ძალიან ხშირად ადამიანები გარემო თვითონ არაძლევს საშუალებას რომ გამოძვრეს იმ სიტუაციას. კი, ამიტომ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი და არჩიოს ის გარემო, სადაც უნდა რომ მან თავისთავად გადაარჩინოს. ნამდვილად. და შესაბამისად თუ თავისთავზე იმუშავებს და იმ გარემოში მოიქცევს თავს, სადაც უნდა რომ გადარჩეს და წინ წავიდეს, ეს უკვე მისი არჩევანია და მან უნდა გააკეთოს ეს არჩევანი და გადადგას ის ნაბიჯი, რაც ცხოვრებაში გადასადგმელია თვითონ, იმიტომ რომ ვერც მე და ვერც შენ ამას ვერ გავაკეთებინებთ. თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი ადამიანმა. იმიტომაც არის ადამიანი თავისუფალი და თავისუფალია, თავის ბატონ პატრონია. ბატონ პატრონია, ხო. და ბოლოს კითხვა, რა თქმა უნდა, ქალები. რა ანგრევს ქალს? მამაკაცი? არ ვიცი, შეიძლება. შობიარობა თუ რა. ქალს არ ვიცი, გააჩნია ქალს ანგრევს ცოტა ისეთი კითხვაა, ჩემთან ცოტა რთული კითხვაა, იმიტომ რომ ქალს ბევრი რამე ანგრევს, ანალოგიურად კაცსაც ბევრი რამე ანგრევს. ესე ცოტა რთულია. ჩვენ ფიზიკას ვეხებით, მაინც ახლა მენტალურად არა. ფიზიკურად, ქალი, რომელიც უნდა რომ იყოს მოწესრიგებული, ლამაზ ტანზე, კარგად გამოიყურებოდეს და არის გარემო ფაქტორები, რომელიც რაღაცა რის გამოც იქ ცოტა წონა, ცოტა იქ ცელულიტი, ცოტა იქ რაღაცა ცუდ ხასიათზეა და საბოლოოდ ნელ-ნელა ესეთი ქალი დეგრადირდება და მე ჭირდება მას საკმაოდ დიდი პერიოდი, მაგალითად დღეს ახლა ახალგაზრდა გოგოების ხოთშორ ძალიან მალე რეაბილიტაციაში, მალე ვარ მშობიარობის მერე ძალიან მალე ფორმაში დგებიან და შეუძლიათ ძალიან სწრაფად დაუბრუნდნენ თავის საქმიანობას, მაგრამ ძალიან ბევრ ქალბატონს უჭერს. და ამ შემთხვევაში მაგალითად უშუსთან ახლოს მივიდეთ, მე ჩემი აზრით რაღაც გონია რომ ეს ყველაზე კარგი გამოსავალია, სადაც არის მედიტაციაც, სადაც არის დინამიკაც, სადაც არის სუნთქვა და თავის თავში რწმენა. რა რეცი შორენა? საითაც არ უნდა წავიდეთ, ისევ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებ და პრაქტიკულად ეს არის თუ ქალს უნდა რომ იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი და საკუთარ თავზე, მარტივად რო ვთქვათ, ლამაზი. იმიტომ რომ ქალი საზოგადოებაში აღიქმება როგორც სილამაზის სიმბოლო და ქალი არის ერთგვარი ის ფორმულა, მით უმეტეს მამაკაცებისთვის, რომ უნდა იყოს ლამაზი, მოწესრიგებული, რაღაც ესეთი შესაბამისად წყაროა ფაქტობრივად. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს სამყარო მატერიალურია და დედის ენერგიაზე აწყობილი. შესაბამისად, ქალმა უნდა იზრუნოს პირველ რიგში საკუთარი თავის განვითარებაზე, საკუთარ მეზე, რომ იყოს ძლიერი და ისედაც ძლიერია, მაგრამ საკუთარი სიძლიერიდან და საკუთარი სილამაზიდან გამომდინარე, მერე დაუდგება იგივე შვილებს, ქმარს და ასე შემდეგ, ყველას პირველ რიგში ქმარს. მეტი მოეთხოვება ქალს, ხო? იმიტომ რომ ქალი მე ესე ვერ ვიტყვი მეტი ნაკლები, ცოტა რთულია, იმიტომ რომ ქალს თავისი დოზა მოეთხოვება, კაცს თავისი დოზა მოეთხოვება, იმიტომ რომ მეტ ნაკლებობა ცოტა რთულია. ფიზიკურად კაცი იმდენად, ნახე ქალი მაინც ენდოკრინულია, ხო? ენდოკრინულ სისტემაზე არის დამოკიდებული თავისი რაღაც პროცესებიდან, რომელსაც გადის. სათანადო ეს ყველაფერი ფიზიკურად აისახება ქალზე და მის ხასიათზეც, მთვარეზეა მიმული, როგორც მთვარეა ზუსტად ასეა ქალი, ხო? მამაკაცის ენერგია, იანის ენერგია, ხო? ინის ენერგია უფრო ისეთია, რაღაცნაირი კი იზიდავს, მაგრამ ამასობაში ძალიან ცვალებადია. და იანის ენერგია, ხო, მამაკაცის ენერგია უფრო ცეცხლეოდ, მაგრამ დღეს მე რას ვაკვირდები, იცი? რომ ძალიან ბევრ ქალს უნდა იყოს იანის ენერგიაშიც, ინის ენერგიაშიც, უნდა ასე თავსებდეს. ეგ ცოტა რთულია, იმიტომ რომ ძალიან რთულია და ასეთ ქალბატონებს, ვინც არის იანის ენერგიაში უფრო მეტად,
მივხვდი ხო, რასაც ვიძახი. ის ნელ-ნელა კარგავს მე იმ თავის ქალობას ხო. კი, სამწუხაროდ ეს მამაკაცების ბრალიც არის რაღაცა იქიდან გამომდინარე, რომ კაცი ვერ უდგას ეგეთ ქალს გვერდში და სამწუხაროდ ქალი იღებს თავის თავზე კაცის ფუნქციებს, რომ შეასრულოს ხო და აი ვისი ბრალია ეს შენი ნუ ეს მოდი ესე ვიტყვი, ბრალეულობა ცოტა რთულია ვინმეს დააბრალო. არა, აი ესე ნუ ვიტყვით, იმიტომ რომ ბრალეულობა შეიძლება კაცისაც იყოს და ქალისაც. ქალი შეიძლება ქალის ბრალი იყოს, რომ ესეთია, შეიძლება კაცის ბრალი იყოს, მაგრამ საერთო ჯამში ბრალეულობა ორივე მხარეს არის. აი ესე ვერ იტყვი ცალსახად რომ გინდა თუ არა კაცის ბრალია, ან გინდა თუ არა ქალის ბრალია. ბრალეულობა არასწორი მიდგომაა ჩემი აზრით, ვინმეს რამეს დააბრალო. ნუ ბრალეულობა არასწორი ფორმულირება. შესაბამისად, რაღაცა რო ხდება, თავისთავად რაღაცა ფორმიდან გამომდინარე, რაღაცა დრო მოიტანა და გახდა ესეთი ქალი. ხო. დრო მოიტანა და გახდა ასეთი კაცი. სამწუხაროდ ხშირად კაცები უფრო ფემინურები გახდნენ, ქალები უფრო მასკულინურები, რომ ესეთ, იმიტომ რომ დრო მოიტანა. თუმცა პასუხისგებლობა უნდა იყოს ქალმა თავისი ქალური, კაცმა თავისი კაცური. და თავისი პასუხისგებლობა კაცმა თავისთავზე აიღოს და უპატრონოს ქალს. ანალოგიურად კაცმა ქალმა აიღოს თავის თავზე პასუხისგებლობა და თავის თავს მიხედოს და თავის თავიდან გამომდინარე მე კაცსაც მიაქციოს ყურადღება. ჩვენ ახლა ამ თემაზე მე ხო, ეს ცალკე თემაა, ბევრი კი, ახლა ამ თემაზე. თემა, იმიტომ რომ ეს არის ინიანის თემა და მე მინდა ძალიან რომ მე ამასაც შევეხოთ დაუს ფილოსოფიიდან გამომდინარე და ძალიან საინტერესო იქნება და აუცილებლად მე იმედია გამონახავ დროს. მეგობრებო, ამით დავასრულებთ. ვფიქრობ, ძალიან მრავალფეროვანი, ანუ სხვადასხვა მიმართულებას შევეხეთ. ისევ და ისევ უშუს გარშემო ვიტრიალეთ. მაგრამ ის მთავარი რა მესიჯიც მინდოდა რომ გამოსულიყო და ჩემი აზრით ველნესი, ჯანსაღი ცხოვრება, ცნობიერება და სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელიც არსებობს ახალგაზრდობის, ხანგრძლივი ცხოვრების. აი ეს ყველაფერი შეიძლება იპოვოთ თუ თქვენ კონცენტრირდებით საკუთარ თავზე, დაიწყებთ მუშაობა საკუთარ თავზე და ამაში რა თქმა უნდა გვეხმარება, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ უშულ ძალიან გვეხმარება. მე პირადად ძალიან მეხმარება, აგერ ლაშა კი არის წარმომადგენელი ამ ყველაფრის და დავასრულებთ რით. ანონსია ბატონი ლაშა მიემგზავრება სად? ბურგასში, ქალაქ ბურგასში, ბულგარეთში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი თაიძიცვანში, ტაიჩიში, სადაც საქართველოსდან ამ ეტაპზე 3 სპორტსმენი მივიღებთ მონაწილეობას და მათ შორის მეც და იმედი მაქვს საპრიზო ადგილებს მაინც ჩამოვიტან. აუცილებლად ჩამოიტან ლაშა. ნამდვილად იმსახურებ და ზოგადად ქალებს არ ეკითხებიანო ასაკს, მაგრამ დღეს უკვე ყველას ერთმანეთს ეკითხება. მინდა რომ გააჟღერო შენი ასაკიც, აი ჩემპიონატზე. მე პრობლემა არ მაქვს. ანუ მამაკაცებს ეკითხება, ქალებს არ ეკითხება, მაგრამ არც მე მაქვს პრობლემა. მე 50 წლისა ვარ. აჰა, 50 წლის ასაკში მიდის ჩემპიონატზე, სადაც მიიღებს ნახევარი საუკუნის მიიღებს და აუცილებლად ჩამოიტანს ჯილდოს. მე დარწმუნებულია, რომც არ ჩამოიტანო, ეს უკვე არის წარმატება, რომ შენთვის გამოწვევაა. კი, გამოწვევაა დიდი. ძალიან არ ვიცი, იმხელა ადრენალინია, რომ შეჯიბში მონაწილეობა. გამიცადემეც ოდესღაც ოღონდ სხვა მიმართულებით და ნამდვილად ძალიან დიდი ადრენალინი გამოიყოფა ამ დროს. და გისურვებ წარმატებას. დიდი მადლობა შორენა, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა მასპინძლობისთვის და გისურვებ წარმატებას შენ საქმიანობაში, ვილნესის განვითარებაში და ფეის იოგას განვითარებაში და ძალიან მიხარია რომ აი ესეთი კაი საქმეს აკეთებ და ხალხს უზიარებ შენ ცოდნებს და ვეხმარებით ადამიანებს აი მის განვითარებაში რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ და განვითარდნენ საკუთარ თავზე იზრუნონ. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა რომ დათანხმდი და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ რომ მოგვისმინეთ, იმედია ბოლომდე მოგვისმინეთ და ასევე საქართველოს ველნეს და ჯანსაღი ცხოვრების ასოციაციას მხარდაჭერისთვის. მადლობა.
ეს არის ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი ეს არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. ვინაიდან ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ და ასევე რა თქმა უნდა თქვენი კომენტარები ძალიან გვჭირდება არხის განვითარებისთვის. მადლობა.